2026 წლის 12 აგვისტოს დედამიწა რამდენიმე წამით გრავიტაციას დაკარგავს. დაიწყე. ტომი და ჯერი. ალადინი. მიკი მაუსი. ესეთი მშვენიერი დღის თემა გვაქვს. რა დებილები და სიგიჟეები გვეკეთებია ფოტოების ან ვიდეოების გადასაღებად. მე სოციალებში აგვეტყვირთა და ყინულები ჩამოინგრა? მედია ვინმეს არ დაეცა. გამარჯობა, თქვენ უყურებთ მუსკულებს. გამარჯობა. გვანცა და გიორგი. ანუ გიორგი ანუ ჯაფარა და გვანცა. რამე არ გინდა ფსევდონიმი ისეთი სასცენო? ფუტკარა. YouTube-ის სცენისთვის. არა, შენ იყავი ჯაფარა, მე ვიქნები გვანცა. კი ბატონო. ჯაფარა და ცოლი. ვა, ჯაფარა და ცოლი, ეგეთი. პოდკასტის სახელიც გაიქნებოდა. რა გვაქვს დღეს გეგმაში? გარდა იმისა, რომ გვექნება ახალი ამბები. მიმხომ? ეს ახალ ამბებს რაღაც ისე ვაბობთ ხოლმე, რომ აი თითქოს რაღაც ეს არის მართლა რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი და ძირითადად აი რაღაც ერთი კვირის ისეთ ამბებს მოვიხილავთ. არა, მნიშვნელოვან ამბებსაც ვეხებით ხოლმე, ხო, რატო შეაშინო. კი, მაგრამ ხა ისეთ რაღაცებსაც რა, ხა Facebook-ზე რაღაცა პოსტებს აიტაცებს ხოლმე ხალხი და რაღაცა მაგასაც მიმოვიხილავთ ხოლმე და ეგ ხო ეს ნიუსი არ არის. ახალი, ხო, კი ბატონო. მოკეთ, რაც არის, ნიუსები გვექნება. სამი საინტერესო ფაქტი გვექნება. მე მოგიმზადეთ ფიზიკის სამყაროდან, სამყაროს შესახებ. დღის თემა გვექნება. ძალიან საინტერესო. რა სიგიჟეები და სიშტერეები გვიკეთებია ფოტოების კონტენტის გასაკეთებლად. კონტენტის შესაქმნელად, ხო. ეს არის ერთ-ერთ ახალ ამბავს ეხება და იქიდან გამომდინარეა გეტყვით რა ახალი ამბავიც არის და თამაში გვექნება. თამაში? გვანცა გვაცნობს დღის გეგმას. არ დამაცადე და თამაში გვექნება, რჩევა გვექნება. კი ბატონო. ტრადიციულად. შეუბეროთ. ჯერჯერობით ახალი არაფერი. შეუბეროთ. მეტყობა რა თუ ხასიათზე ვარ. კი, ცოტა ჯაჯხანებ უკვე. აი ეს გავიღვიძე და თუ ხასიათზე ვიყავი, არ ვიცი რატომ. რაღაცა შენზეც ამინდები მოქმედებს მე მგონი. მოგბეზოს შეიძლება ხო. მაგრამ ეხლა ჩაწერა რომ ჩაიარონ. ჩაწერას რომ მივახლოვდით და დავიწყოთ უკვე გამომიკეთდა ხასიათი. გავათამაშეთ პრიზი. პრიზი გავათამაშეთ ესაა. კი ბატონო, მოიგო გიორგი ნიკოლიშვილმა. ხო. იმედია შეგვეხმიანება, ალფი გამოჩნდა. გადავიდეთ პირდაპირ ახალ ამბებზე. კი ბატონო. ამ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბავი არის ის, რომ სნეჩი გავაკეთე 30 კილოთი პირველად. სნეჩი გავაკეთე, კედელზე ახვედი. კედელზე ავედი. კედელზე ასვლა ნიშნავს ფეხებით რო ადიხარ. ამას ამომიჭრეს გიორგი სავარაუდოდ. მოდი ახლა მარსდა გადავიდეთ. არა, სნეჩი რა არის უთხარი მომაყურებას. სნეჩი არის შეგვიძლია გიხარია. სნეჩი არის იგივე ქართულად მე მგონი ატაცი. ხო, მეც მგონი ესე ითარგმნება. 30 კილოგრამი. 30 კილოთი გავაკეთე პირველად და ვიყავი ბედნიერი. და კიდე საშინად ვკითხო ფეხები დავგხოთ სატრენერებად გუშინ. კი, ყველას როზე გირჩევთ ხოლმე და ძალიან ესე თბილად ვიხსენიებთ ხოლმე ირაკლი კვაშილავას, კვაშოს. ხო, ესეთ საშინელ დღეში კუნთების ტკივილი მე არ მქონია არასდროს. როგორი ფეხის დღეც არ მქონია. სულ პირველად რო სავარჯიშოდ წავედი, იმის მერეც ესეთი ტკივილი არ მახსოვს. თან ახლა კროსფიტს რო ვაკეთებთ, იქ ესე არ არის ფეხის დღე და ხელის დღე, ხო? ხანდახან არის ხოლმე რა, და იშვიათად ძალიან, მაგრამ გუშინ იყო და ან მეც და გვანცას ისე ვტკივა ფეხები, რომ ან დგომა გვირჩევნია, ვიდრე აი ჩამოჯდე, იმიტომ რომ ჩამოჯდომა ტკივნეულია და მე რიცი რომ კიდევ უნდა ადგე და კი, გუშინ სერიალს უყურებდით და რაღაცაზე დამავიწყდა ეს ტკივილი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი ვიჯექი. და რო წამოვდექი რაღაცაზე, დამავიწყდა ეს რომ ესეთ დღეში ვიყავი, ვიკეცებოდი და რო ავდექი, ვერ ავდექი და ჩავიკეცე და კიდე კაი მაგიდა ვიყავთ დავეხდენი მაგიდას. ხო. ეს ის ახალი ამბავი, სავარჯიშო სფეროდან. ხო. ჩვენს გარშემო რა ხდებოდა?
ხო, ჩვენს გარშემო გახსოვს პრესიონერა რო აიტაცეს სოფობედიასი. ხო, ახალი ის გვაქვს, ხო? ხო, ეხლა ამ კვირაში ნეკა დოროყაშვილია ესეთ თემაში. ხო, ნეკა დოროყაშვილის ახალი სიმღერა და კლიპი. ინტერვიუები. ხო, ახალი კლიპი გამოუშვა, ლიქმი. ესე ქვია კლიპს. და რა ვიფიქრე იცი? ხო. ყველა ღერის და ყველა კლიპს იღებს და ჩვენ სხვა გადაგვაყვა ერთი კლიპი რამ. ხო, კამერა გვაქვს, ინსტრუმენტი გვაქვს. კი. სიმღერა არ ვიცი. მე დაკვრა მაინც ვიცი, ხა ნეკა დოროყაშვილი სიმღერა არ ვიცი, ისა მოდელია, როგორც ვიცი, პროფესიით, ხო? მომღერალი არ არის. ეგ არ ვიცი, მაგრამ კლიპები აი ბოლოს მოდის ნახე რამე კლიპი. ანუ კლიპებს კიდე იღებენ, ანუ ეს ეგ ფორმა კიდე არსებობს. არა მგონია, ბოლოს კლიპი როდის ვნახე, იცი? ან ჩვენ აღარ უყურებთ. მე და შენ რომ მაიკლ ჯექსონს განვიხილავდით. არა, ახალს გეუბნები. ახალს გეუბნები რა, ეხა ანუ აი თქვა ხარ ბენდი რომელიც გამოუშვა სიმღერები. ხო. აი კლიპის გადაღება ხო YouTube-ზე თუ დადებთ რა, ის სხვაგან სადმო. ხო და აღარ YouTube-ზე არ ამგონია, იმიტომ რომ ძალიან იმაზე გადავიდა ხალხი რა, სულ მოსმენაზე, აი პოდკასტებსაც. ხო. ძირითადად უმრავლესობა მე ჩემ წარმოდგენაში ესე არის, რომ ყველა უსმენს რა. ან მანქანაში, ან რაღაცა საქმის კეთების დროს, რაღაცა აჩქარდა ყველაფერი, ყველა ბევრი საქმე აქვს. და ესე რომ დაჯდე და უყურო რაღაცას აღარ არის მაგის დრო. ყველა პარალელურად აკეთებს რა. აა და კაი იყო, ეგ პერიოდი მიყვარდა, MTV და VH1 და მეც ძალიან. კლიპებს რო ეჯექი და კარგი იყო. და ის იყო ხოლმე რა, ანუ ეხანდელი კლიპებიც აი რაღაცა ის არის დაშტამპო აი რაც კრეატიული კლიპი ძალიან დიდი ხანი არის. იმას გავს. ეხა თუნდაც ეს ნეკა დოროყაშვილის კლიპიც აი AI-ის გაკეთებულს გავს რა. ხო და აი მაგალითად არ ვიცი, პეპერსების კლიპები მახსენდება, რაღაცა ცნობილი რეჟისორები იღებდნენ და რაღაცას მოიწვენ და ხო სკორსეზეს გადაღებული არის, ჯექსონის მაიკლ ჯექსონის, ხო. Bad თუ რომელი? Bad მე მგონი. ან Bad ან Smooth Criminals, მაგრამ მეგონი Bad. არა, Bad. არის ხო სკორსეზეს გადაღება, ანუ ხელოვნების ფორმა იყო მაშინაც რა, ვიდეო ჯექსონი კიდე სხვა ის არის, სხვა ლეველია. იმიტომ რომ ჯექსონი კლიპები აღარ იყო, რაღაცა ფილმად იყო ხოლმე რა, ხა თრილერი არის. პატარა მოკლემეტრაჟიანი ფილმი არის. კი. მიუზიკლია. ო, სხვადასხვა თრილერმა, აი თრილერი იყო, რომელმაც მოიტანა კლიპების ეპოქა. ხო. არ ვიცი, სადღაც მე მგონი მოყოლილი მაქვს. მე მგონი ჩემ პოდკასტში, თუ აქ მithქვამს საკურსორი მაქვს დაწერილი MTV-ზე. არ მახსოვს. საკურსორს წერდი MTV-ზე რა, საერთოდ ჯიპაში ვსაუბრობდი მედია მენეჯმენტზე. ყოველთვის ვცდილობდი გამომძვრალიყავი ადვილად საკურსოებიდან და სადიპლომოებიდან და რაც ყველაზე მეტად ვიცოდი და მაინტერესებდა იმაზე ვაკეთებდი რა. ხო. დაშრომებს და იყო ესეთი თემა გავაკეთე. რატო არის ადვილად გამოძრომა? სწორი მიდგომა არის. ალბათ. აუ მაგაზე გეტყვი მაგარ ამბობს. ეხა მითხარი. ჯერ მორჩე ესა. ხო, MTV-ს გავლენა პოპ კულტურაზე თუ რაღაც ეგეთი თემა მქონდა რა და იქ რაღაც რისერჩი რო გავაკეთე, იქ იყო რომ თრილერი იყო, ესეთი ისტორია არის რომ კულევა რისერჩი კი არა. ხო, კულევა. რომ მეტროშიო პირველად იყო რომ დაფიქსირდა ესეთი საუბარი ვიღაც ჟურნალისტმა მოკრა ყური, ვინც ამაგას წერდა თრილერზე, რომ ერთმა ბიჭმა მეორეს კითხა რომ ჯექსონის ახალი სიმღერა თუ ნახეო. კიდე მოусმინეს მაგივრად რა და აი ეს იყო უკვე ახალი ეპოქა, როცა სიმღერებს უკვე ნახულობდითო რა და მართლა ხო აი 90-იანების ნებისმიერ ის ჩაწერო 95 წლის MTV-ს საუკეთესო სიმღერები როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან კლიპები რა კი არა ეგ სფერო მოკვდა ჩემი აზრით რომც გააკეთოს ახლა ვიღაცამ არ მგონია ისეთი გამოხმაურება და ნახვები კონდეს რა, როგორც მაშინ კონდა. ან შეიძლება პირიქით უფრო კონდეს, რადგან აღარ იღებენ? არ ვიცი, ხა აი ისო პეპერსებზე გამახსენდა Black Mirror-ის ერთ-ერთი ეპიზოდი რო გამოვიდა, პეპერსების კლიპი რო არის, ახლა ანიმაციური. Black Mirror კი არა და Love Death Robots თუ რაღაც. Black Mirror-ში შუაში. Love Death Robots-ის ის გამოვიდა. ახალი ეპიზოდი იყო პეპერსების კლიპი თუ რაღაც. ხო და
კი რაღაცა ის რო იყო ხო თოჯინებივით რო არიან ხო კი ეგ ძალიან ის იყო ერთხელ საყოველად არა უშავდა კი ხო მაგალითად other side რო არის მაგასაც ძალიან მაგარი კლიპი აქვს ვეფერსების და მაგის აი ხანდახან ყურებაც მსიამოვნებს ხოლმე რა რო გამხსენებია ბევრჯერ ჩამერთავს YouTube-ზე და მიყურებია ეგეც Californication-იც და ეხ ფეფერსები ახსენდება და მაგით მივადექი მაგათ გიყვარს ფეფერსები და ფეფერსები ძალიან მიყვარს კი ისე აქ როგორ არის ფეფერსები ან Led Zeppelin-ი ხო და მუსიკა ნაკლებად გვაქვს Tupac-ი ჯეიმის აყვარელი მუსიკა არა გვაქვს ხო? სულ ძირთად იმაში ვტრიალებთ სერიალებში. აი მუსიკა არის მარტო ეს კლავიშის კუთხეები ჩანს ხოლმე. და შეგედა მუსიკალურით შევმოწმოთ. რამის დაკვრის ნებას თუ დამრთავ ხოლმე და. საწყალი როგორ დაჩაგრული არის. ალფი ისე სასაცილოდ წევს რომ სახერქის დივანს უყურებს ესე აქ მიდებული და უყურებს. მიჭყლეტილი აქ თავი. აი ახალი განათება გვაქვს ხის უკან და წინაჯობდა თუ ეს დაგვიწერეთ. თუ არ გამოხსნით. ხო კიდე გამახსენდა მოგიყვებით თქო ადვილად გამოძრომაზე. დიდი ხნის წინ ერთ-ერთ მაშინ მუშაობდი სახელმწიფო სტრუქტურაში და უცებ გამოცხადდა რომ ყველამ უნდა იცოდეს ინგლისურიო რა სახელმწიფო სტრუქტურაში ვინც მუშაობსა და მაშინც რა ქვია მოვიდნენ ინგლისურის მასწავლებლები და დაიწყო აღრიცხვა თანამშრომლების ჯგუფება დაყოფა და უნდა ჩატარებულიყო ინგლისურის გაკვეთილები სამსახურის მერე წარმოიდგინე რა ხო და ძალიან ბევრმა გამოიდო თავი და თქვა რომ მე ძალიან კარგად ვიცი ინგლისური და ლაპარაკობ თავისუფლად და რაღაცები და ჩაეწერენ მაღალ ჯგუფებში და მე მართლა კარგად ვიცოდი ინგლისური ლაპარაკი შემიძლია რომ ბავშვებიდან მაძალებდნენ რომ ესწავლათ და მე ვთქვი რომ არ ვიცი საერთოდ მეთქი რა აი ძალიან დაბალ დონეზე ვიცი და დამსვეს დაწყებით დაწყებით იყო ამბანი I go to zoo და ეგეთი რაღაცები რა და ეს ფაქტობრივად არც დავდიოდი ტესტებს დავწერდი ხოლმე მე და გამოდიოდი და ვინც მოინდომა რომ თავი გამოიჩინა მე იჯდა ხოლმე იმაზე რა ქვია საათობით და სწავლობდა და წიგნებს კიდე ჩაიბარებინა ტესტები. იმათ ალბათ იფიქრა, რომ თუ იტყოდნენ რომ ვიცით და იმ ტესტს კარგად დაწერდნენ, საერთოდ აღარ დააძალებდნენ სწავლას და აღარ მოსთხოვდნენ დააძალებდნენ. ხო, მაგრამ ახსოვს ბევრი მე წვალობდა მაგის გამო რა მინდოდა რა თქვი რომ ვიცი ინგლისურია და დადიოდნენ აი ახლა წიგნებით და აპე ინტერმედიეტ და რაღაცა სწავლობდნენ. სამსახურში რო ისინი და გაქ სახელმძღვანელობ და რვეულები კარგი. ნამდვილი ინგლისურის ლექტორი კი მიხვდა. რაც იმას ვქენი რა ქვია, ვიმაიმუნე ისე ადვილად ვაკეთებდი და ეგრევე ვაკეთებდი, რომ შენო იცი ინგლისური იტყუებიო, მაგრამ ეგვიანი იყო. ეხა საიდან საწავედით? ნეკადო როყაშვილის კლიპიდან წავედით? ხო, შენ მკითხე რაღაცა. სადღაც და მე მაინტერესებს შენი აზრი, რასთან დაკავშირებით ეხა? რა დასამალია ეხა, რომ ძალიან ბევრი ესეთი ის მოყვა კომენტარი და დაცინვა და ამ კლიპს და შემდეგ ნეკადო როყაშვილის ინტერვიუებს. ხო. ხო, აი ამაზე რა აზრის ხარ, ამდენად მისაღებია შენთვის ესეთი რაღაცები რა. რა კითხვა ვერ გავიგე. მისაღებია რა? დაცინვა თუ ესეთი კლიპის გადაღება თუ? ხო, აი სიტყვაზე არ მოგეწონა რაღაცა რა. აი არ მოგეწონა. აი ესეთი აკენწულა რა ადამიანის. იცი შეურაცხყოფა თუ არ არის ყველაფერი მოსულა რა, ეხა თუ რაღაცა საჯაროდ გამოსდებ. ხო. გამოსდებ. ფეხს გამოსდებ. საჯაროდ დადებ რაღაცას, რომ აი მე შევქმენი ესა და უყურეთ. ხო. იმაზე რომ ხალხმა იხუმროს მოსულა რა, ეხა თუ გინდა რომ დადე, იმიტომ რომ მე რაღაც რეაქცია და შეფასება მქონდეს. რავი, ეს რეაქცია მქონდა, გამეცინა და ვთქვი რომ გამეცინა, გამოვხატე. ხო, მაგრამ რაღაცა ხო შეიძლება ადეკვატური იყოს, ნუ ხა ეს სუბიექტურია ვისთვის რა. ხო, ნუ მე ხარ ახან რაღაცა 1-2 რაღაცა კარგ ხუმრობას დაწერს, მე რაღაცები ამას ამ ვაგონში ახტებიან ხოლმე და თვითონ ცდილობენ ხუმრობა დაწერონ, იმიტომ რომ პონტი არის მაგაზე, მაგრამ ნუ ჩვეულებრივი მოვლენაა რა. ან ბუნებრივია ეგა და ეგრეც უნდა იყოს ალბათ, იმიტომ რომ შენ თუ რაღაცას იმიტომ ქმნი რომ მე საზოგადოების რაღაც რეაქცია გინდა გამოიწვიო, ხო. მაშინ ვერ უკარნახებ რა რეაქცია კონდეს, რა რეაქციაც აქვს ეგარი. ეხლა ჩვენ მასეც აქვს რაღაცა რომ დაწეროს რაღაცა ისეთი არ მოეწონა ეს პოდკასტი ან რაღაცა იხუმროს ისეთი რაც შეურაცხყოფელი არ იქნება, ზდიოვის პროგრამებში იქნება, მაგრამ რაღაცა დაგვრჩინოს ეხლა რავი
იმას ესეთ დამოკიდებულება აქვს. ხო, მაგრამ საჯაროდ ხო ვდებთ ამას და. საქმე იმაშია, რომ უმრავლესობა არის ხოლმე ეგეთი შეურაცხყოფელი რა. შეურაცხყოფა ეხლა არაცეთ პონტში არ მოსულა ეხლა სისულელია. შენ დაგიწერია ვინმესთვის რამე ესეთ დამცინავი? გიხუმრია რაღაცა ესეთზე? ან ვინმეს ინტერვიუზე, ან ვინმეს კლიპზე, ან სიმღერაზე. არა, არ მახსენდება. აი საჯარო პოსტზე. ხო. რაღაც page-ის ან რაღაც YouTube-ზე არ მახსენდება რომ რაღაცისთვის დამცინავი დამეწეროს. შეიძლება რაღაცა 18 წელსაკში მიქნია, მაგრამ 18 წელსაკში არც იყო ეს YouTube-ი. მე მგონი. მე რა შევოდი ხოლმე, იცი? აუ, ახალი მომდა იყო YouTube-ი. მაესტროზე რომ რაღაცა გადაცემები გადიოდა ხოლმე და ეს გაუშვიდა. რეკავდი და ლანძღავდი. არა. SMS-ებს აგზავნიდი. SMS-ებს ხო კითხულობდნენ, რომ ეს გაუშვით ეს და რაღაცა და იმ წამყვანს რაღაცას ვწერდი. რატო? ცუდ რაღაცებს? არა, ცუდს არა, პატარა ბავშვი ვიყავი, მაიმუნობდი, რაღაცა დებილობებს ვწერდი და ყველაფერს კითხულობდნენ. აი, რასაც ვწერდი, ყველაფერს კითხულობდნენ. თან ის იყო. ფასიანი SMS-ები ხო არა? ფასიანი იყო, ხო? ნუ აქეთ დაგწინოდნენ ესე გამოვიდა. კი, არა, რა თქმა უნდა, ეგრე გამოვიდა საბოლოო ჯამში და თან რა იყო, იცი, მაშინ პატარა ვიყავი და არა და 50 თეთრი ყირდა SMS-ი. აუ, არ მახსოვს, ალბათ 20-40. ეგეთი SMS-ი რა, ტელევიზიაში დაგზავნით. ხო. მე ვინ მიყიდი და ტელეფონს ახლა ყოველ მეორე ბავშვს რო ეს აქ ტელეფონი აქვს. ჩვენ მაშინ არ იყო მოდაში ესე რომ ბავშვებს ტელეფონები ქონოდათ და ჩემ ძმას მახსოვს Nokia ქონდა, აი რაღაცნაირი დიდი Nokia ესეთი ძალიან ძნელად რო ეჭირებოდა ღილაკებზე ეგეთი და აუზში ჩაუვარდა. და ის Nokia აღარ უნდოდა რა. ვითომ გაფუჭდა რა, რეალურად არ მოსვლია არაფერი, იმიტომ რომ მე მომცა და მე ვხმარობდი მე ჩვეულებრივად და აქედან მქონდა ტელეფონი რა. სანდროს მე ახალი უყიდეს ჩემ ძმას. ხო და ეს ტელეფონი მაგისთვის მქონდა რა. იყავი და მაესტროზე მესეჯები გამეგზავნა. არ ვიცი რა მოგცათ ამ ინფორმაცია. ხო, ტროლაობის სუპერული ჩანასახები იყო ეგ რა. კი, მაგრამ იმის მერე აღარ მქნია ეგეთი რაღაცა. თორე ეხა მეგობრებისთვის დახურული იმებზე იცოცხლება ჯერ დამიწერია რაღაცა დამცინავი, მაგრამ კი, არა, ეგ ის არის. პირიქით მასე უფრო ვერთობოდი და განსაკუთრებით სამეგობრო ჩატებში. ჩატი ხო, მე ჩემ ბიზნესშულებთან მაქვს ისეთი ჩატი არ ინახება. ხო, ჩატი მაგისთვის არის მე თვითონ მკითხო რომ რაღაც ერთმანეთს დაცინოთ. ჯერ ისეთი სახელები გქვია, საჯაროდ ვერ გავაჟღერებ მაგას. ხო. კაი, შემდეგი ახალი ამბავი. იტალიური კინოს ვარსკვლავი, ორნელა მუტი ეწევა თბილისს. ხო. ფონდ ცხოვრება მშვენიერია ხელმძღვანელი ამბობს ამას. ხო, ჩამოდის, მე რაც სტატია ვნახე, ვერ გავიგე რატო ჩამოდის და როდის ჩამოდის. ხო. ხო, და როგორც ვიცი, რაღაც მენეჯერთან და შვილთან ერთად ჩამოდის. ჩამოვიდეს. მოგწონს ორნელა მუტი? არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო. როგორც მსახიობი თუ როგორც ქალი? მსახიობიც კარგია, ნუ ხრავ ჩელენტავს ფილმებიდან ვიცი ხა რა, სხვა არ მახსენდება. ჭირვეულის მორჯულებიდან. ხო. კიდე მეორე საქვია. არ მახსოვს სიმართლე გითხრა, მაგრამ მეც ეგორი ფილმი მაქვს სიმართლე გითხრა. ხო. ნახე. ხონდა უხდება, იმ როლს უხდება. კი. დანარჩენ როლებში არ ვიცი როგორია. შესახედავათაც ჩვენი გავუტანენ. შენ გახსოვს შერონ სტოუნი რო ჩამოვიდა? კი. რა საგიჟეთი ტრიალები და ქვეყანაში გახსოვს? კი. სიუჟეტები რო იყო, აი ამ სასტუმრო ნომერში გაჩერდება და აქედან დალევს ყავას და რაღაცები რო ხდებოდა. აუ ჯერ კიდე ჩამოსული არ იყო. და მე აქედან წაიყვანენ იქა და ეხმივა და იქ რაღაცას შეეხება და აი ეგონება არ ვიცი ის ვინ ჩამოყავდათ არ ვიცი ვის შევადარო. არ არის ჩამოსვლაზე არ უნდა კონდეს ეგეთი რეაქცია. მესი რო ჩამოვიდეს არ ვიცი. ის კრიშტიანო რონალდო ხო იყო ნაუყო. ისე ჩამოვიდა წავიდა ვერ გავიგეთ წესი. ის ვიდეო გავახსენდა. ვაიმე დედა შევჭიქა. ხო, აი ეგეთი რეაქცია ქონდა მთელ საქართველოს მედიას და ნუ აი სრული საგიჟეთი იყო. ხო, არა, ქართველებს გვიყვარს ზოგადად ეს რაღაცა. შენ სტომრიც მაგარი გაუცებული იყო ეს რა გჭირთოა. რა გიხარია თუ ესე ჩამოვედიო. ესეთი რეაქციები ქონდა ხალხს. აუ ის გახსოვს მარიო ჩიმაროსთან რო ქონდა სიუჟეტი მაია ასათიანს. არა. აქედან რო ისინი გაატანეს ბებოებმა წინდები მოქსოვილი და
აუ ძალიან სასაცილო სიუჟეტი. ეგ მეგონი მახსოვს ხო, ეგ წინდებზე ხა გამოხსენდა რაღაც. არ ვიცი, მე არ უყურებდი სერიალებს. სრაშუაში. კარგი. შენ ხო უყურებდი და? კაი. შემდეგი ახალი ამბავი. ხო. ესეთი ის ტრიალებს რა, ნიუსი თუ არ ვიცი რა ქვია ამას არც არ ვიცი. 2026 წლის 12 აგვისტოს დედამიწა რამდენიმე წამით გრავიტაციას დაკარგავს. პროგნოზი. ხო. განათების კაბელი ხوار შემოდის კადრში. ახლა შევხედე. არა. არა. და ეს არის პანიკა არის. როდისო? 2026 წლის 12 აგვისტოს. 12 აგვისტო იციან. და რამდენი ხნითო? რამდენიმე წამითო. არ არის დაკონკრეტებული რამდენი წამით. ხო, ანუ ჰაერში ავიწევით ცოტა ხანი და მე დავენარცხებით ისე, როცა ირთვება გრავიტაცია. ვიღაცა გათიშავს ესეც კაპტა მე რეანთებს. ხო, აი ეგ ეს ახალი ამბავი იყო ინსპირაცია სამი საინტერესო ფაქტის. ხო. ერთი გრავიტაციაზე იქნება, დანარჩენი ორიც კიდე სხვა ფიზიკურ მოვლენებზე. საინტერესო ფაქტებია ძალიან. რაც შეეხება ეს წინასწარმეტყველებებს, მეც შეხვდა, ბევრი აშიარებდა, ბევრი სააგენტომ გააზიარა. სააგენტოები იმიტომ აკეთებენ, რომ ბევრი გაშიარება და დაკლიკება კონდეს. სამწუხაროდ ბევრი იჯერებს ეგეთ რაღაცებს. ხო. რომ შეიძლება გრავიტაცია გამოირთვოს და ის ამბავი გამახსენდა 2012 წლის ახსოვს 2012 წელს სამყარო და დამთავრდება. ხო, კალენდარი, სტომების კალენდარი დამთავრდება. მეგონი, ანუ მაგაზე იყო დაფუძნებული, რომ ახანის კალენდარი აღარ უწერიათ, მაესტომის იცოდნენ, რომ ხო. მაგრამ მეგონი რაც მაესტომის კალენდარი დამთავრდება 2012-ში. და კიდე თუ ეგეთი მაგრები იყვნენ, არ იცოდნენ, რომ თვითონ გადაშენდებოდნენ 2012-მდე რატო წერდნენ. თუ ასე ყველაფერი იცოდნენ. ხო და რატო იწოლეს 2000 წლით მეტი, როდის გადაშენდნენ, რა ვიცი, კიდევ დიდი ხნის წინ. ხო და ის ფილმი რო გამოვიდა 2012. შეიძლება მაგისტვის აგურებული პიარი იყო რა. სი თელი ამბავი კეთდა. ახლა თუ გამოვიდა ფილმი 12 აგვისტო. ხო. ესე იგი მაგისტვის აგურებული პიარი. იგივე, ხო. და გრავიტაცია კარგება და ხალხი იწყოს იმას ტივ-ტივს ჰაერში. რა ვიფიქრე, იცი, ესეთი რაღაცებს აი ხა ესე რომ უყურებთ რა, ესეთი ნიუსი არის და დავცინეთ, რომ აი იმისთვის აკეთებს ამას ხალხი და იმისთვის გვეუბნება, რომ იქ რაღაცა რეკლამა გაიგეთოს და ბევრი გაშიარება კონდეს რაღაცა. ესე რომ მოხდეს რაღაცა, აი don't look up-ში რაც ხდება მერე. ხო. არ ეს რომ მართლა რაღაცა სერიოზული მოხდეს და არავის რო არ ჭერა ხა. ხო, მაგრამ კაი, დავიჯერეთ და რა გავაკეთოთ. არა, ეს ისე როგორ დავიჭიროთ? ეს ისე მომივიდა. ხო, არა, კი, მართალია, ხო. სხვადასხვა don't look up-ი მეორე ნახვაზე უფრო ვისეამონე და უფრო ვიცინე, ვიდრე პირველად რომ ნახე. კი, მეც გადასარევი სატირაა. მეც უფრო მძაფრი ისინი მქონდა ემოციები რა, უფრო მეტადაც ვიცინე, რაღაცებზე უფრო მეტად ნერვები მომეშალა. კი, კარგი ჰუმორია, კარგად. Don't look up ნახეთ, ვისაც არ გაქვთ ნახე. ლეონარდო დიკაპრიო, ჯენიფერ ლოურენსი, დიკაპრია. ჯენიფერ ლოურენსი, ჯონა ჰილი, მერილ სტრიპი და კიდე სხვაებიც არიან რაღაცეები, მათ ცნობილი სახეები, მაგრამ ნუ ესეთი საკაი სასტავია. ხო, მოკლედ არ გამოირთვება გრავიტაცია ნუგეშინგეთ. გპირდები? კი, კი. კაი, შემდეგი ნიუსი არის UFC-ს აწონვები იყო. ხო, სხვადასხვა UFC-ს ახალი ამბები მოგვაკლდა, იმიტომ რომ ანდრე კვირაობით ვწერდით ხოლმე, უკვე მომხდარი რო იყო. ხო. კვირას გამთენი ისეს არის ხოლმე, ან შაბათს საღამოს იშვიათად, ეხლა შაბათობით ვწერთ და მარტო აწონვების სიახლეები გვაქვს ხოლმე და. ხო. აწონვები იყო და გონება დაკარგა ერთ-ერთი. კემერონ სმოლზერმენი თუ რაღაცა ხო. და აი წონა ჩააბარა და მე გონება დაკარგა. ხო. კიდე სხვადასხვა ორმა მებრძოლმა ვერ ჩააბარა წონა. ხო. ფიგუეირედომ და კიდე ერთმა. რაღაცაშია საქმე. ისინი დააჯარიმეს, მაინც იბრძოლებენ, მაგრამ ჯარიმა მოხვდათ, თავისი ჰონორის 25%-ს კიდე დაუმატებენ მოწინააღმდეგეს. ო, რა უნდა გაილახო და კიდე იქ. ხო, საინტერესო ბრძოლები არის, მაგრამ უკვე ორშაბათს დავდებთ მომხდარია და ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი ბრძოლობენ და საბოლოოდ ამათ გამარჯვებულ შეხვდება ილია თოფური, ამიტომ არის საინტერესო. ნამაჯუნასი. როზ ნამაჯუნასი. ეგრე მინდა თმა რომ გავიკეთე და მაგითო ვიცი. როზ თაგ ნამაჯუნასი, ესეთი ზედმეტსახელი აქვს, თაგ. ლამაზი ქალია სხვათა შორის, მე ძალიან მომწონს. დოლიში 60 კილოზე
სუბუქში იბრძვის და დვალიშომა როგორც მითხრა ჩემ პოდკასტში მომერევა მე რომ მეჭყოს რაც კროსფიტზე დავიწყეს ეროვნული კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ რომ ვერ მომერევა რა მე მგონია რომ მოგერევა ვერა ხანდახან ლამის მეგერავი და მოდი კიდე ეს პოდკასტში ვიჩხუბოთ და ვინ მოერევა ჩინო ვარ დავიწყოთ ხო, კაი, ხო და ის მებრძოლი კემერონის გონება დაკარგა. ეხა კარგად არის, როგორც ვიცი, მალევე მოვიდა გონს და ბრძოლას ჩაეხსნა, რა თქმა უნდა, მაგრამ სიმაღლეში არისო 1.75 ხო, და წონა ქონდა 61 კილო. 61 კილო დააფიქსირა. ხო და საერთოდო ოფიციალური ინფორმაცია ვერ ვნახე, ჯემინის ვკითხე, 75 კილომდე არის, 70-დან 75 კილომდე არის მისი ბუნებრივი წონა. ხო. ანუ სადაც 10-12 კილო აქ დაკლებული რა. ხო და რაღაცა სიგიჟე არის რა. 1.75 ძნელია, ძალიან ძნელი. 61 კილო. მაგ სპორტის ერთ-ერთი დიდი სირთულე, ანუ ოდნავ ვარ მე. ხო, ოქტაგონამდე მანამდე კიდე ერთ ბრძოლას იგებ, რაც წონის კლება არის რა. ხო, აი, საშინელი მეებს გადიან. თან ეს ხო რაღაცა არ არის, აი მართლა, რა ვიცი, რა ვთქვა. რაღაცა ორი დღის დიეტა ხო არ არის, ეს არის ამხელა სტრესი. ხო, თან ვარჯიში დიეტასთან ერთად გამოშრობა, კარდიოვარჯიშები რაც ბევრი ოფლი გამოიდინო წინა დღეებში და აი ერთი კვირა რო ხარ ხოლმე დიეტაზე, მე ხო ატყობ რომ ხასიათზე მოქმედებს უკვე და გინდა რომ რაღაცა ჭამო და წარმოვიდგინე კალორიულ დეფიციტში როცა ხარ. ესეთი ვარჯიში რო გიწევს, ესეთი ნერვიულობა ბრძოლის წინ, ამდენი რაღაცა ხდება იქ ჟურნალისტები და მედია და სულ რაღაც უნდა აკონტროლო შენ გარშემო რა ხდება, ბრძოლა მოდის ამაზე ფიქრობ, ღამეები არ გძინავს და გადიხარ მე ოქტაგონზე აი ესეთი მენტალიტეტი, ტვინით და ფსიქოლოგიით და მე იქნა იქ არიან ხოლმე ცხოველები ვითომ ხო, ანუ იქ გადიხარ ძალიან გამწარებული ხა. წინა დღეს თუ პიცები ჭამა და კარგად გაერთო, მეორე დღეს აღარ იჭხუებ. ხო, ვაფშე ფეხებზე კიდია. ხო, დაგეზარება და ცადა. თული სპორტია. ხო, სხვათა შორის მეც შემიმჩნევია, ეხლა რა მოსაყანია ჩემი რაღაცები იმას UFC-სთან, მაგრამ რო გავბრაზებულ ვარ რაღაცაზე ვარჯიშის მომენტში მე უკეთესად გამიკეთებია ის. ჩემ თავზე რო გავბრაზებულ ვარ, ნერვები რომ მომშლია, რაღაც ვერ გავაკეთე, რაღაცა წონა ვერ ავწიე. მე უკეთესად მიდის. კი, ეგრეა. ყვირილიც კი გეხმარება, ანუ რაღაცას რო ვერაკეთებ, რო ყვირი ხარ გეხმარება. ცოცხლა ეს არის ჩემი საყვარელი სფეროა. აგრესიის გამოვლინება გეხმარება, ხო, ძალა გემატება მაგ დროს რა. კი, მოკლედ ესეთი ამბებია. იმიტომ ძალის, როგორ თქვა, ამხელა ძალას გამოიმუშავებ კი არა და ამხელა ძალა შეგილია, ამხელა ძალით ქნა რაღაცა. ეგ ნერვულ სისტემაზეც არის დამოკიდებული და არა მარტო კუნთის სიდიდეზე და ენერგიაზე იმწუთას. ანუ ნერვული სისტემასაც თავისი როლი აქვს. მაგაში. ხო. რაც მეტად გჯერა, კიდევ უფრო მეტად შეგილია რა. მეტი ძალა გქონდეს. კი. რაღაც ლიმიტი იქნება, მაგრამ მარსელოს, მაგრამ. კარგი. მე ჩემი სათქმელი სულ ეს ხო. ადექთა ზადი. ამ ახალ ამბავზე. შემდეგი ამბავი არის თოვლი. დიდ თოვლობა. იყო ხო, ახლა უკვე გადასული არის ეგ ამბავი, მაგრამ ხო. სერიოზული თოვლი მოვიდა. შენ კი მივიტკიცებ რომ არ ყოფილა, მაგრამ მე ვიძახი რომ 2022-ან 21 იყო და მაშინაც ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. მე როგორც მახსოვს ამხელა იყო ისიც. მოდი ნუ ვიკამათებთ ამაზე. როდ მიმოვიხილოთ ამ ამბავი. რატომ ახსოვს იცი რომ გზაზეა ჩვენ წინ, გზაზეც კი თოვლი იდო. ეხლა ხო იყო არის ტროტუარებზე არის და რო გავედი და გზა ასე თუ ისე გაწმენდილი იყო რა. და მახსოვს რომ აი თეთრი იყო, ანუ სავალი ნაწილიც რა, მანქანის. აქ ასასვლელს არ გულისხმობ, ნუცუბიძის ქუჩას გულისხმობ, ანუ ქუჩაზე. ესე წავედით, რაც ფოტოები გადაღებული იქამდე რომ მივედით, აი თოვლში დავდიოდით რა. ხო და მე გეუბნები სამსახურში ჩემთან. მაგ წელს ვიგუნდავეთ. და არ იყო ესეთი თოვლი ეხლა როგორიც იყო რა ხო გაჩვენე ეს ხო ეხლა მაგდროს ხო ბევრი კოლგა იყო გარეთ და ბევრი მაგიდა და შეიძლება გაწმენდილი და მოწმენდილი იყო და არ იყო ისე დადებული ეხლა ხო აიღეს ეგენი აიღეს ხო მაგრამ სიმაღლე ხო მახსოვს ძირიდან რამდენზე იყო ხო და კიდე მაგ წელს მუხლამდე თოვლი იყო ეზოში ხო მაგ წელსაც ესე იყო ანუ ერთი რამდენიმე დღე მანქანა ვეღარ გამომყავდა არ იყო თქო მაგას გეუბნები ეზოში არ იყო ესე რა ვერ გამომყავდა ეხლა ხო გამომყავს მანქანა და ვერ გამოვიყვანე 1-2 დღე მანქანა ანუ ეს ფეხით დავდიოდი კარგი
და იმაზე ვერანდას თოვლი ჩამოყარე. ანუ ეგ ქენი ერთი 10 ჯერ იმ წელს იმდენი იყო. ხო, არ ვიცი. მე მგონია რომ ეხლა ყველა მაგას ამბობს რომ ესეთ თოვლი ვარ და ხო იცი ყოველ იმაზე ეგრე არის მაგარი წვიმარის მოვა 50 წელი არ ყოფილა ყველაფერზე ეგრე იძახიან ხოლმე. კარგი. ის ვიდეო გავრცელდა კიდე ძალიან ესე ვირუსულად მოხუცი ალბათ რომ შუა გზაზე მოდის და საცობირო არის. და დაიწერა ამაზე რომ ტროტუარები არ იყო გაწმენდილი და მარილი არ იყო დაყრილი და მოყინული იყო და ამიტომ უწევდათ ადამიანებს ტროტუარები ეხლაც არ არის გაწმენდილი, მაშინ კი არა. შუა გზაზე სიარული უწევდათ. მაგრამ საქმე იმაშია რომ თოვლი როცა არ არის, მაშინაც არ აკლებს ხალხი შუა გზაზე სიარულს. ეგეც არის კი, განსაკუთრებით ასაკიანი ადამიანები. არ ვიცი, ალბათ ადრე ესე იყვნენ მიჩვეულები თუ რაღაცა. განსაკუთრებით აი რომ დააკვირდე. განსაკუთრებით თუ დააკვირდე, შუქნის შანზე ძალიან ხშირად წითელზე გადადიან რა ქვია, ასაკოვანი ხო თუ არ ვიცი რა ქვია. ასაკიანი ადამიანები. არა მარტო. აი ხა რამდენიმე დღის წინ იყო, ჩაუხვიე და მივდივარ, ხედავ რომ დაიწყო ციმციმი მწვანე და რომ ალბათ 100 მეტრი მაქვს დარჩენილი, ანუ ყვითელზეც არ მოვიწევ, მწვანეზეც გავიდოდი, ისე ახლოს ვიყავი რა. და იქინაც მაგარი მოდიან, აქედან ერთი ქალბატონი ასაკიანი დაიწყო გადმოსვლა. წითელია მის აშკარად და დაუსიგნალე რომ ანუ იქნება შეიძლება უცბური რეაქცია ყურადღება და წახვიდე ეგრევე რომ დაუსიგნალე რომ წითელია თქო ანუ მარტო იმიტომ რომ მე მოვასწრო გავლა სხვამაც რო არ გაიტანოს ანუ აქეთ ჰორიზონტი აქეთ ჰორიზონტი რა ქნა იცი აუჩქარა და იმას აქნა რა ქვია ანუ ის კი არ ქნა რომ უკან ერთი ნაბიჯი გადადგა და ისე გზაზე დაელოდა დააწვა ეგრევე წამოვიდა და შენელება მომიწია და აცილება რომ არ დავჯახებოდი რა არა ყოველდღიურად ეს ისე არ არის რომ თან რაღაცა თვეში ერთხელ ხო ხშირად არის რა შემთხვევით რაღაცა ეგეთი კი და ეს მარტო შუქნიშანზე გადასვლა არა, მართლა შუა გზაზე სიარული რა, ანუ გზაზე ხო მოძრაობს მანქანები, მე აქეთ პარკინგის ადგილია ხოლმე და ტროტუარი და ეს პარკინგის აქეთ რა. ხო, პარკინგსა და სავალ ნაწილ შორის. ხო, აი რატო შვებიან ვერ ხვდები? ხო, იმ ქალბატონზე რომ მოდის, იმ ქალბატონს არ ქონდა სხვა გზა. რა მაგალითად მოვიყვანეთ ვიდეოში, ხო, მაგაზე კი არ ზოგადად ვიძახით. კი და ის გავრცელდა კიდე ეს საბადურის ტყის გზის საცობი. ხო. აი ყოველ წელს. ოდენავ თოვლი რომ მაინც რომ მოდის ხოლმე იქ საცობი ხსოვანი. კი, იმიტომ რომ იქ სულ ხო, თემაც რო ვთქვით ახალი ამიდან წარმოქმნილი ეს იქნება დღის თემა. ხო, იმიტომ რომ ძირითადად ფოტოსესიებისთვის და ფოტოებისთვის ადიან ხოლმე საბადურში. ხო. თოვლში რომ ლამაზი ფოტოები გადაიღონ. სხვათა შორის მეც გადამიღია თოვლში ფოტო. მაქვს ეგეთი ფოტო. და მეც თოვლში ყველას გადაგვიღია. არა, მეც წავედი რაღაც ლოკაციაზე, მაგრამ ეს იყო კოჯორი. და მაშინ მახსოვს, მაშინ ჩემი მეგობარი იყო ფოტოგრაფიით გატაცებული. და მითხრა რომ წამოდი ფოტოებს გადაგიღე. ფოტო კარგი, მეთქი და ავედით კოჯორში არანაირი საცობი არ ყოფილა, არც იქ კაციშვილი არ იყო. შვენიერი ტყე იყო, შვენიერი თოვლი იყო და გადამიღო ლამაზი ფოტოები და წამოვედით. და მე დავინტერესდი ეს მაშინ არ იყო საცობი მაგრამ შენ სხვაგან იყავი ხო სხვაგან ვიყავი მაგრამ ეგ დამაინტერესა ანუ ეხლა შეიძლება იქაც საცობებია თქო იმიტომ რომ შვენიერი ადგილი რა მგონია ეხლა რა ვიცი ალბათ რაღაცა ის გაბაზრდა ეგ ადგილი და მაგიტომ მიდის ხო თუ რა ეგეთი განსაკუთრებული რა არის ხო ხო და მეც ეგ მიკვირს ბევრ ტყეში იქნება ლამაზი როცა ეგ დათოვლილი არის რა კი ოდენავ ნორმალური ტყეც თუ არის ლამაზი იქნება თოვლი კიდე ყველგან ეს არის თეთრი 3 მეტრაზე მაღალი თუ არის ხეები უკვე გაიქნება ზაფადარ ბუჩქებს არ ვიღა ხო მე საბადურის ტყაშიც ვარ ნამყოფი ფოტოებისთვის არც საფხულში ზამთარში ეს იყო ქორწილის მერე გადაწყდა ესე რომ დეკემბერში იყო ქორწილი და მეჯვარე ვიყავი მე თან არც ვიცოდი რეალურად არც გამაფრთხილეს რომ საბადურის ტყაში უნდა წავსულიყავი და ჩვეულებრივად ქორწილში როგორც შეიძლება რომ გეცვას მეცვა კაბა თხელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები
და წავედით საბადურის ტყეში გადასაღებად და ხალხი მომზადებული იყო გაიხადეს რაღაცა თბილები ჩაიცვეს ფეხზე და ლამაზი შუბა რაღაცა რო ეს მაშინ ქვია თალში ლამაზი ყოფილიყო და მე რაღაცა წითელი უთხელესი რაღაცა კაბით აღმოვჩდი გადავიღეთ ფოტოები ვისრიალე კარგად ერთი 3-4 კაცი მიჭერდა აქედან იქიდან წინიდან უკნიდან მაინც წავიქეცი ერთხელ და ამ ქორწილის შემდეგ მეორე დღეს 40 სიცხე ესე კარგად ჩაიარა ის ფოტოები არც დამითვალიერებია არ გაქვს მართლა? არა მართლა ვიცი რომ ახსენდება შენი ეგეთი ფოტო მქონდეს ნანახი არა შენ პოზირებ მეჯორებთან ერთად არა ხო ეგეთი არა მართლა არ მინახავს რო წაიქეცე ერთ მაგის ფოტო არ არის? მე მგონი ქონდა მაგის ფოტოს ზუსტად არ მახსოვს მაგრამ ეხლა რო აგდიხარ კარგი დაგვრჩა კიდე რამე ამბავი არა სულ ეს იყო კარგია და აქედან ლოგიკურად გადავიდეთ დღის თემაზე ესეთი მშვენიერი დღის თემა გვაქვს რა იდებილები და სიგიჟეები გვეკეთებია ფოტოების ან ვიდეოების გადასაღებად რომ მე სოციალებში აგვეტვირთვა და გვებლატავა თუ რა ქვია მაგას არ ვიცი ხო რას გაიხსენებდი შენ მე ერთი მახსოვს ვა ნახე უნდა ეთქვა კიდე ჯიპას ამბავი უნდა გავიხსენო ფოტო დღეს ახალგაზრდობას იხსენებ დღეს ახალგაზრდობას ვიხსენებ ჯარის ამბებს ფოტო რეპორტინგი ერქვა მგონი ესე ეგეთი კურსი იყო და ასე თქვა ფოტოების გადაღება ოღონდ უფრო ჟურნალისტური კუთხით რა როგორც ამბის თხრობის ამბავში მაგრამ ნუ ამბანსაც გვასწავლიდნენ რა არის პერსპექტივა რა არის რაღაცა კონტრასტი რაღაცები რომ ეგეთი ანბანი რა და დავალება იყო რომ უნდა გადაგვიღო ერთი ფოტო სადაც პერსპექტივა იქნებოდა ერთი ესეთი და ესეთი ის იყო როგორც ტიპი თუ რაც ქვია რომ თუ რაღაც ფოტოში ეს სიღრმე ჩანს და ხაზებიც არის უფრო კარგად აღიქმება პერსპექტივა რა ხო და ამის გამო უცებ დავიწყე მოდიალი რა გარშემო ეგეთ გადამეღო ეგეთი ფოტოები რა რამდენიმე და უცებ მომაფიქრდა რომ აი ვაჟაზე დავდექი შუა ზოლში და ეს ზუსტად ისე ვქენო ეს გამყოფი ზოლი შუაში ყოფილიყო კადრში და ეს მანქანები მიდიოდიან და ეს მანქანის ზოლები და ეს ვაჟას ესე გახყურებს კადრი და ეგ გადავიღე მე რომ ვიღაცაზე იტყვის შუა გზაში რატო დადისოდა ხო ვინც მაშინ დადიოდა ალბათ ესე ფიქრობდნენ მაგრამ ვიდექი და კადრს ვასწორებდი ოღონდ ეს მანქანები აქეთ-იქით აი კაია მოკროდნენ ვიღაცა რომ წამოსულიყო იმაზე რა ქვია გადასწრებაზე უკანონოდ ამა კაპოტებდა სად იცი აი სადაც ახლა მოვლი არის მაგის წინ დაახლოებით რა ოთხი მოძრაობა არის ხო როგორც მახსოვს მანდ არ არის სწორი საქციელია ხო რო გითხარ რომ მაგაში რაღაც განსაკუთრებული ნიშანი დამიწერეს და ვინმე აყფთოვან და არა ეს შეხედეს ხო პერსპექტივა და გადავიდე შემდეგ ფოტოზე ან ცუდ მაგალითად უნდა მოეყვანათ მე შენი ხო შენ საქმისთვის მაინც აკეთებდი და მე რაღაცა სისულელეები მაქვს უბრალოდ ინსტაგრამზე დასადებად ხო მაგრამ არის იყო საჭირო სპოგანად შემიყო გადამეღო ეს ხო და ერთ-ერთი ფოტო ამონათდება არის ამსტერდამში რომ მუზეუმში ვიყავით ხო მუზეუმი თუ რა ვიცი რაც რაღაც გასართობი ის იყო მაიმუნობა იყო რა აი მუზეუმი იყო ოთახები რო არის სხვადასხვანაირი ზოგან ძალიან ბევრი ბუშტები რო ყრია ზოგან ძალიან ბევრი ყვავილები იყო ზოგან ფოტოს გადასაღები ადგილები ხო სპანჯბობის რაღაცა სპანჯბობის ოთახი ხო აი რაღაცა ეგეთები იყო და იქ იყო ერთ-ერთი დიდი დარბაზი მაგას რა ქვია დისკო რაღაც როლერ რაღაცა იყო დარბაზი ერქვა ეგრე ხო ანუ არ მახსოვს თუ ზოგადად ეგრე ქვია მაგ დარბაზს არა იმას ერქვა ამას რა ქვია როლიკები ხო როლიკებს გორგოლაჭებიანი ისა ხსაცმელი არის გორგოლაჭები როლიკებს რო ეძახიან რა ეგეთი უნდა ჩაგეცვა და გესტრიალა მოკლედ ხო დისკო ბურთი არის და მუსიკა ჩახდა ხო და თან იყო აი გაერთობი ძალიან კარგად იყო გაკეთებული აი ვინტაჟური და ეს დისკო ბურთი რო
სტრიალებს და ფერები ძალიან ლამაზი და ჩემი ოცნება იყო რომ ამ რაღაც როლიკებზე დამდგარიყავი და იქიდან გამომდინარე რომ რაღაც 4 წლიდან ვუკრავ ხელებს უფრთხილდებოდი და არავინ პრინციპში მე რას უფრთხილდებოდი დედაჩემი უფრთხილდებოდა ჩემს ხელებს და დაზღვეული იყო ხელები არ ყიდულობდა მოკეთ ამას რომ არ დაუმტრეულიყავი და რადგან ეს ჩემი ოცნება იყო გადავწყვიტე რომ ამაზე დამდგარიყავი თან გადავწყვიტე რომ აუცილებლად დავდგებოდი და მაშინვე საავტოებს გავაკეთებდი იქ იმიტომ რომ ძალიან თავდაჯერებულმა ჩავიცვი ეს ფეხსაცმელები და გავედი გასვლა და დაბერტყება ერთი იყო სამჯერ დავეცი კი ძალიან ძნელი აღმოჩნდა ხო მეც ჩავიცვი სრიალი კი არა ანუ დგომაც ძნელი იყო რა უცნაურია რა თუ გიჭირდა ვერ ხდება და ფოტო მაქვს გადაღებული ბავშვები დაწვილობდნენ ეს ხო მაინც მოვახერხე და გადავიღე ერთი ფოტო ხო მაგრამ მაგარი საფრთხის ქვეშ იყავი რა სრიალებული ანუ შეიძლება სერიოზულად დაილეწო იმიტომ რომ ის კი არა უბრალოდ გადაყირავდი და წაიკეცე აგის სრიალი და ფეხი და წაიკეცე კი თან აი ცუდად რა აი რაღაცა უცნაური ტრაექტორიით მიდის ფეხები რა რომ წავიქეცი აი ეს რაღაცნაირად ანუ უეჭველი რაღაცას იტეხავ რაღაცა დროის მერე რა მე მაგრა გადავრჩი მაგრამ ფოტო მაინც გადავიღე ეს შუა იმაში დარბაზის შუაში დავდექი და ხელი კი მიკიდია ფოტოში ჩანს მოკლედ რა და მე გიო მეხვეწებოდა რომ წავიდეთო თორემ რაღაცას მოიტეხავდი და მაგარი შარი იქნებოდა სამოგზაუროდ რაღაცას ხელს იტეხავ აი ძალიან დებილობა არის კი ხო ეს იყო ესეთი ინსტაგრამისთვის რაც გავაკეთე მაგრამ იცი ინსტაგრამისთვის არ იყო ეს მართლა ჩემი ოცნება იყო ყოველთვის მინდოდა და რო დავდექი და ვერ დავდექი ძალიან მეწყინა და ვიფიქრე რომ რაღაცა ფოტო მაინც შევჩეს მეთქი და ისეთი ფოტო არის როგორც მახსოვს რომ რა ხდება სადარბაზოში ამდენი ხანი ესეთი ხმაური გადამული არ ყოფილა არასდროს აი ხა რა ხდება ისტერიკა ერთი 5 ადამიანის საუბარი ისმის ხმამაღალი ხო და ისე გაქვს ფოტო გადაღებული ხო აი ისე გაქვს ფოტო გადაღებული რომ მეგონება რომ აი ჩაულებრად სრიალებ და უბრალოდ კი თან პოზა დავიჭირე რა ლამაზად დავდე კი აი ფოტოს რო ნახავთ მიხვდებით რა ლამაზი ის იყო ადგილი და მეორე იყო ქორწილში ვიყავით მე და გიო ანუ ესეც ასახავს ესეც მაჩვენებელია მისი სოციალური ქსელები როგორ ყალბ რეალობას აჩვენებს და სინამდვილეში არ არის რეალობა ეგეთი ეგეთ ხო არ არის ესეთი გახარო აი ვის რეალი და დავიღალე და გადავიღე ფოტო და რეალობა იყოს უსხორო კიდე ხარ დაილეცე დავპირი იქ მეწყინა რა გეწყინა შენ თუ მოყევი ეგ რაღაცა ის არა ქვია ტყუილში ცხოვრობ თუ რაღაცა ინსტაგრამზე ბედნიერი ვარ და იქ ისე უბედურებ რაღაცა ეგეთი ჩაოლებრივი ამბავია რომ ყველა ადამიანის სოციალური ქსელი არის ცოტა ანუ შელამაზებული ცოტა კარგად შელამაზებული რეალობა არა ისეთ სურათს ხო არ ძლებ არასდროს რომელიც არ მოგწონს ხო დებ არჩევ რომელი დადო არჩევ რომელი იქიდან დადო ადგილი ხო მაგრამ ისეთი არის რაღაცა რომ გადახედავს გონია რომ აი სულ ეგეთ ადგილებში დადიხარ და სულ ის არის ხო მაგრამ მე ისეთი არ მიდევს ახლა ჩემს ინსტაგრამს რო გადახედო ისეთი ფოტოები არ მიდევს რაც რეალობას არ ასახავს ანუ ნებისმიერი ფოტო რომელსაც ის არის რა ქვია პოზირებ და რაღაცისთვის იღებ და მაკიაჟის მე უკვე ის არის რეალობის მოდელირება ხო ეგრეა ხო მაგრამ არ მიდევს თქო ეგეთი ფოტოები ანუ აი ეს ფოტო რაც მაჩვენე ეგეთი ფოტო არის ფოტოსესია არ გამიკეთებია მაგალითად არასდროს ეხლა არ ყვებოდი ფოტოსესიისთვის წახვედი მაშინ რა ქვია თორნია დღეში რატო წახვედი აბა ფოტოსესია არ გამიკეთე არა ეხლა რა გამიკეთებიო რა თავხედე ფოტოები როგორ არის არა მე ვგორს ხო ფაი სტუდიაში რომ მაკიაჟს იკეთებენ და ფოტოები კაცო რა მარტო ეგ კი არ არის ანუ ეს ფოტოც არის ეგ რეალობის ის იმიტომ იყო კარგი და დროულად ფოტოც იმიტომ გამოვიდა კარგი რომ მე ისეც მიყვარს ანუ თოვლი და სიცივე და ტყე და სეირნობა თოვში მიყვარს ისედაც და ეს უბრალოდ დამატებით ის იყო რომ ფოტოებიც გადაგვეღო იქ თორე ესა მარტო იმისთვის რომ დავდგარიყავი და წავიდეთ ახლა ფოტოები გადავიღოთ და წამოვიდეთ ეს არ ყოფილა ანუ აი მაგალითად
რო ვარჯიშობ რა და რაღაც წონაშო დაიკლებ ხოლმე. მე ხო დებ იმ ფოტოს, რა კარგ ფორმაში მოხვედი. ხანდახან არის პერიოდი, რომ წონაში მატულობ რაღაც შენი თავი არ მოგწონს და ვარჯიშსაც ვუმატებ, რომ პროჟექტ მაგ დროს ვარდებ ფოტოებს. დებ როცა გახდები. როცა კარგ ფორმაში ხარ. რატო კაი? და მე რა ეგეთი ბევრი ფოტო რო გიდევს, შტაბიჭდილებარებს ეგეთ ფორმაში ხარ, მაგრამ ხანდახან არის რომ შეწონა მოიმატო და მოსუქდე, მაგრამ იმ მაგ ფოტოს არ დებ. ნახეთ რა ხედა ღიპი მაქვს, ეგეთ ფოტოს არავინ არ დევს. რატო ხა ახალი წლების მერე კარგად მოვიმატე, მაგრამ მიდევს ვიდეოებიც და ფოტოებიც და ყველაფერი თუ ჩემი ვარჯიშის. ხო, მაგრამ უფრო ისეთი, სადაც ბევრჯერ გითხოვს, რომ აქ მიჩანს როგორი სტრუქანი ვარ და იმის დათება არ მინდა. არა. კაი. ხე ჩემ ბიძაშვილი მისმენდეს. მე და სოფოს რამდენჯერ გვიქნია რაღაცები ჩაგვიცვამს ლამაზად მაკიაჟი გავკეთებია და სახში გადაგვიღია. ეგეთებს ყოფილა. მაგას გულის ხომ ზუსტად. შენ რო გაგიცანი. რომ ინსტაგრამი ზოგადად სოციალური ქსელი არის რაღაცა ჩვენი თავის უკეთესი ვერსია, როგორც ჩვენ გვინდა რომ ხალხი ხედავდეს. და ის როგორები ვართ. ხო. კიდე რაღაც გამახსენდაო. ერთი იყო კიდე ესა ექსტრემალური და ესეთი არ ყოფილა, მაგრამ ის მომენტი იყო სასაცილო რა. აი ეს ფოტო ქორწილში ვიყავით. ხო. ესეც ამონაცდება. სუფრასთან ვისხადით უკვე. აი მოგითხვა ბალუჟდალიკას ქორწილი. მოგითხვა, კი. და სუფრასთან ვისხადით, აი უკვე რა ქვია მაგას არ ვიცი, აი შესული რო ხარ, აი გაგანია кейფი რო არის თუ რაღაცა რა და გიოს გამოვაცალე, ლუკმა გამოვაცალე პირიდან რომ ნახე მეთქი მზერა ლამაზად ჩადის თქო და ეხ მაგარი ფოტოები გამოვა მეთქი და წამოდი გადავიღოთ თქო და ავაყენე სუფრიდან ეს ფეხზე დამდგარმა დადო ბოლო ლუკმა და ეს ხელში ამიყვანე და ისე გადავიღოთ ფოტო მეთქი და ესე ბზის ჩასვლის ფოტოზე გადავიღეთ ფოტო და მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ ფოტოზე და გიო ძალით ცინის მე მგონი ხო? ცოტა ძალით იცინი. მეცინება რა მაშინ რა ქვია, როგორ კომიკურ სიტუაციაში ვარ თმა. გეცინება რა დეგენერატი ვარ ალბათ. სენსორის იცილი. ხო. ხო, მოკლედ ხანდახან კაია ეგეთ სისრულეების კეთება ფოტოებისთვის, მე კარგად გახსენდება რა. კი. და მოდი მაყურებელისთვის რომ უნდა გვეკითხა. ხო. რაღაცა ეპიზოდშიც, აპინო კომენტარში. მოგკითხოთ გაიხსენონ რა გაუკეთებიათ ეგეთი სისულელი ან სარისკო ან რაღაცა ისეთი ფოტოს და ვიდეოს გადასაღებად. აი რომ იფიქრეს რომ ეხა კაი ფოტო გამოვა, კაი ვიდეო და არ ვიცი, აძურნენ რაღაც ისახურავზე, ან ეგეთი რაღაც არ გაგაკეთეთ არასდროს. პარაშუტით გადმოხდა. ხო, აი რაღაც რო გიქნათ რომ იმიტომ რომ აი ეხა გამოვა კაი ფოტო და მე დაფიქრე ვხარ და ეს რა მაქნევინაო. გითქვამთ, აი ეგეთი ისტორიები მოგვიყვებით კომენტარებში. კი, დაგვიწერეთ აპინული იქნება, ძირითადად გვავიწყდება ხოლმე ეს აპინვა, მაგრამ უკვე ყველა რო დაწერს, მე ხო, რამდენიმე საათში ვიდეოს დადები და კომენტარს იპინება ხოლმე. ხო. გადავიდეთ ფაქტებზე? გადავიდეთ. როგორც წინა მის აპინული კომენტარები მე წავიკითხოთ. წავიკითხოთ, ხო. ეხლა გადავიდეთ სამი საინტერესო ფაქტი. გამომდინარე იქიდან რომ გრავიტაციას დავკარგავთ 12 აგვისტოს. ამაზე მომაფიქრდა. სამი საინტერესო ფაქტი მომეძიებინა ალფის როგორ წინავს, აი მან რატო გადაწყვეტა ყველაზე უხერხულად იქ დაძინება? არის რომ გადავუღო გამოჩნდება რამე ამოვანათოთ როგორ რანერ ადგილას წინავს. ვიდეოს უღებ? ხო. ბოდიში. მოკლედ პირველი ფაქტი არის გრავიტაციაზე, ახლა გრავიტაცია იყო მთავარი ის რომ აინშტაინმა დაამტკიცა, რომ გრავიტაციას თავისი სიჩქარე აქვს და გრავიტაცია ვრცელდება სინათლის სიჩქარით. ეს ჯემინი მომიყვა ეს ამბები რა, ასე თუ რაღაც შემეშალა ჯემინის ბრალი იქნება. მაგალითად რას ნიშნავს მზე რო გაქრეს, მზიდან დედამიწამდე სინათლის მოსაღწევად 8 წუთი არის საჭირო. ხო. იქნება სინათლე ჩვენამდე მოდი ხილამანძილია. გრავიტაციაც ესეა, მზე რო ეხა უცებ ესე გააქრო, 8 წუთი და 20 წამით რაღაცა. დედამიწა კიდე იმ ორბიტაზე იტრიალებს. მზის გარშემო მოიტრიალებს. 8 წუთი გააგრძელებს ისევ ტრიალს რა და 8 წუთის მერე იგრძნობს რომ გამოირთო გრავიტაცია. ნახე? წარმოიდგინე და პლანეტები ესე გააგრძელებენ ერთმანეთის გარშემო ტრიალს, ანუ 8 წუთის მერე გავიგებთ რომ თუმე გრავიტაცია გამოირთო.
ისე ლოგიკურად რო დავფიქრებულიყავით და არ არის ეს რაღაცა საოცარი ამბავი ეგ არა? გრავიტაციაზე თავისი სიჩქარეა? ხო, აი მაგას რო დაფიქრდე, ესეთი უცნაური სურათია რო წარმოიდგინო რა. ზოგადად გრავიტაციას ძალიან უცნაური მოვლენა არის, იმიტომ რომ გრავიტაციას კი ძალას ეძახიან, მაგრამ სიამოვნებაში ძალა კი არ არის რაღაცა space time, ანუ სივრცე დროს ამრუდებს ისე. მისი მიზიდულობა, რომ ჩვენ ბუნებრივად მივიწევთ დიდი მასის მქონე ობიექტისკენ რა. ასე ახსნის დონეზე კი ვიცი, მაგრამ ამის წარმოქმნა ცოტა ძნელი არის სივრცე დროის გამრუდება. კი, მეც რო ვუსმენ ხოლმე მეცნიერებს, რაღაცას რო ხსნიან და ძალიან დამაჯერებლად და ძალიან კარგად ხსნიან და აი ხა მარტივიანით აგიხსნი და რო ხსნიან და მაინც საერთოდ რო გებულობ. კი, აი თუნდაც შავხრელზე რო ხსნიან რაღაცას, აი შენც რო ყავთ ყოლია მეცნიერები, ძალიან კარგი სტუმრები. იმ მომენტშიც რა, რომ უსმენ თითქოს აი ყველაფერი ისე არის ხსნის ლოგიკურად და დალაგებულად და მე ამ ნალაპარაკებზე ამ მოსმენილზე რო ფიქრობ, ხვდები რომ ვერაფერი ვერ აიგე. კი, ხო აი მაგალითად დროზე მოქმედებს გრავიტაცია. ხო. ასე დიდია მიზიდულობა იქ დრო უფრო ნელდება. ხო. მაგალითად გრავიტაციაზე კიდე ესეთი ფაქტია, რომ შენი თავი უფრო მოხუცია ვიდრე ფეხები. აი რაღაც მე მილიონედებ მაშინ მონაცემში რა, იმიტომ რომ რაც უფრო ახლოს ხარ მიზიდულობის ცენტრთან, იქ დრო გადის ნელა. ანუ შენი ფეხები უფრო ახლოს არის დედამიწასთან ვიდრე თავი. შესაბამისად ფეხებისთვის უფრო ნელა გადის დრო ვიდრე თავისთვის. აი ეგ თავის უჯრედებისთვის რა. გამეცინა, რაღაცა დებილური ის არის. კი, ხო და ესეთი უცნაური ამბავი ეს არის გრავიტაცია. ანუ რაც უფრო მაღალი ხარ, უფრო ახალგაზრდა თავი გაქვს. არა, უფრო სწორად პირიქით ასაკიან, იქ უფრო სწრაფად გადის დრო. უფრო მალე გიბერდება ტვინი. ვა, ესე იგი ის მართალია რომ ამბობენ. აი საო დაბალ ადამიანებს უფრო ნაკლებად ეტყობათ ასაკიო. პირველად გავიგე. ეს ამომიჭერდა სისულელეებში ჩემს. მართლა არსებობს თუ ხე მოიგონა. არა, მართლა არსებობს ეგეთი. რაც უფრო ახლოს ხარ დედამიწასთან, უფრო ნაკლებად გადის დრო და გეტყობა ასაკი. არა, ესეთი გადებილური ხო, ანუ ეგ გამოვიდა. ხო. რაც უფრო ახლოს ხარ დედამიწასთან, ნელა გადის დრო. მეორე ფაქტი. ხო. შენ რეალურად და ჩვენ ადამიანები მარტო შენ არა. ვერასდროს ვერაფერს ვეხებით. ანუ შეხება არის მოჩვენებითი. მაგალითად ახლა შენ ხელი რო დევს სავარძლის რა ქვია მადიეს ხელის ჩამოსადებზე. სახელურზე. სინამდვილეში შენი იდაყვი ამ სახელურს არ ეხება. და ხა რატო? ჩვენ ხო შევდგებით უჯრედებისგან, უჯრედე მოლეკულები, ატომებისგან და ასე შემდეგ. ესეც შედგება ატომებისგან. ხო. ატომი ახლა უბრალოდ წავიკითხო ბარემ, ჩემი სიტყვით ავიბოდიალო რა და მე ვეცდები ჩემი სიტყვით აღვსტა. ფიზიკის პერსპექტივიდან თქვენს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა მომენტი, როდესაც რეალურად შეეხეთ სხვა ადამიანს ან რაიმე ობიექტს. ეხლა წარმოიდგინე, არასდროს არავის არ შეხები ხარ, არასდროს არაფერს არ შეხები ხარ. ატომებს აქვთ ბირთვი, რომელიც გარშემორტყმულია ელექტრონული ღრუბლით. ანუ ეს ბირთვი არის და მის გარშემო ელექტრონი, როგორც აი მზე და მზის სისტემა რო წარმოიდგინო რა, გარშემო პლანეტები, ეს არის ატომი და ელექტრონები. ვინაიდან ელექტრონები უარყოფითად არიან დამუხტუნი, ისინი ერთმანეთს განიზიდავენ. აი ორი მაგნიტი რო ადებდეს არ ეხება, მაგრამ ერთზე მოქმედებს ერთმანეთს. ისინი ერთმანეთს განიზიდავენ. როდესაც სკამზე ზიხართ, თქვენს სხეულში არსებული ელექტრონები რეალურად მიკროსკოპულ მანძილზე ლივლივებენ. და სკამის ელექტრონების თავზე, ანუ სკამის ელექტრონებს განიზიდავენ. ანუ სკამის ატომის ელექტრონები და შენ ელექტრონები ერთმანეთს განიზიდავენ. ანუ როგორც ორი მაგნიტი ესე ერთმანეთს შორიდან უკვე ზემოქმედებს და ვეღარ მიაახლოებ, ეს ხარ რეალურად შენ ნებისმიერ საგანთან. უბრალოდ შენ ისეთ მიკროსკოპულ დონეზე არის, რომელს თვალით ვერ ხედავ და ვერ შეიგრძნობ. მაგრამ რეალურად ყველაფერთან ვართ ესეთ მიმართებაში. შეგრძნება რო გაქვს. ანუ ხო და შეგრძნებას ეგ გაძლევს იმის ელექტრონები შენ ელექტრონებს რო განიზიდავენ, ახლოს არ უშვებენ ერთმანეთთან. ეგ არის შეგრძნება შენი. შენ ასაც შეხების შეგრძნებას ეძახი. მაგრამ რეალურად ამის ატომებს ვერასდროს ვერ შეეხები. აი შტანსაცმელი წილად გაცვი არ გეხება.
ტანსაცმლის ატომების ელექტრონები შენი ატომების ელექტრონებთან აი ესე არიან, როგორც ორი მაგნიტი ერთნაირი პოლუსით რომ მიიტანო რა. ესე იგი შენ რომ ამბობ ხოლმე რაღაც ნაკსოვებზე ეს მაწუხებსო, ეს იგონებ არ არის სინამდვილეში ეგრე. ხო, ცნაური არის, მანდრა იქნება, იცი? ის იმის ატომები რაღაცნაირად კიდე დამატებით ზემოქმედებენ. და აბა ის არის ემოცია არის მარტო აქედან მოდის? ხო და არა, შენ გძნობ წინაღობას, ანუ ამ განზიდვის ძალას გძნობ, ელექტრომაგნიტური ძალა რაც არის. ანუ ისო განიზიდავს შენ ელექტრონს ახლოს რო რუშებს, მაგას გძნობ შენ. გაიგე? ხო. შენ უნდა აღიქო რომ შეეხე ამას, მაგრამ ანუ ის შეგრძნება არსებობს, მაგრამ რეალურად ფიზიკურად არ ედები რა. ხო. და უყურე ატომის მოცულობის 99.999% არის ჰაერი, სიცარიელი. ხო. ანუ ატომი ხო არის და მის გარშემო ელექტრონები. ეს ერთი ატომის 99.999% არის სიცარიელი. ანუ ატომი კიდე თავისებურად ეგეთი ესეთ წარმოუდგენელი რაღაცა არის რა. მაგათად ხელს რო არ ტყავ კედელს რეალურად ხელის ატომები კი არ ეხება კედლის ატომებს, არამედ თქვენი ხელის ელექტრონული ღრუბლები განიცდიან კედლის ელექტრონული ღრუბლების უზარმაზარ წინაღობას. და მე ეს წინაღობა ჰაერს ეხება და ძლდება ხმა. აი კედელსაც ხელიო დაარტყა, რეალურად კედელს ვერ შეეხები. საბოლოოდ ელექტრონების და ატომების დონეზე მოხდება ეს, მაგრამ აი ეს რაღაცა მაინც იქნება სიცარიელი. და რატო ზიანდები? უყურე ძალა შენზე მაინც მოქმედებს, მაგრამ მიზიდულობის ძალა მოქმედებს და არა შეხებისაც ჩვენ გონია შეხება. ანუ ის განზიდვის ძალა, ანუ ძლიერად რო წამოიღებთ ძლიერი ენერგიით შენ ატომებს და ის ატომები დახვდება. ერთმანეთს აძალითაც განიზიდავენ, ის ძალა იქნება მე რო დაგაზიანებს. ხო. თორე რეალურად მაინც ვერ შეეხები. კაი, ეხლა მაინტერესებს. არ ვიცი. აი, ბოდიში უყურე, ხო არის მაგნიტი, რომელსაც მეორე მაგნიტს იგივე პოლუსით მიუტან და განიზიდავს. ხო. სწრაფად რომ მიუტანო, ხო სწრაფად განიზიდავს და გადააგდებს. აი, იგივე ეფექტია რა, რაც უფრო ძლიერად დაარტყო, განზიდვის ძალაც უფრო სწრაფი იქნება, ძლიერი იქნება რა. კაი, ეხლა ესეთი კითხვა მაქვს, შეიძლება დებილური კითხვა არის, არ ვიცი. ხახუნის ძალა როგორ არის მაგ დროს? იგივე ეს განზიდვის ძალა იმდენად დიდი არის მაგ დროს, იმიტომ იმის ატომების თვისებიდან გამომდინარე და მოლეკულების თვისებიდან გამომდინარე, იმდენად დიდი არის, რომ ის იძლევა მე მაგ ეფექტს. ანუ სამყაროში არაფერი არაფერს არ ეხება. არც ერთი ატომი მეორე ატომს არ ეხება რა. ანუ ესე მიკროსკოპულ დონეზე რო ჩახვიდე, აი ადამიანი რო დააზუმო, გახო სიცარიელეში რა. ეს იცოდე შენ? მე არ ვიცოდი. კი. მე არ ვიცოდი. ძალიან დებილი ვარ. ძალიან არა. ხო რა, ანუ აი ხო უცნაური ეხა ესე რო წაიკითხო, ლოგიკურად გასაგებია და ლოგიკურად მიყვება, მაგრამ აღსაქმედად ტვინისთვის გასაგებად არის ძალიან უცნაური. აი ხა ეს ჭიქა ეგ მაგიდაზე რო დევს, არ დევს, ანუ ამისი ისინი მაგიდასა და ჭიქას შორის ესეთი სიცარიელია რა. უბრალოდ ეს სიცარიელია ძალიან მიკროსკოპული და არ ჩანს. თვალით და ვერც მიკროსკოპით ვერ დაინახავ, მაგრამ არის სიცარიელი. რაღაცნაირია რა. ჟუტკია. აბა. მე და შენ არ შევხებიოთ ერთმანეთს არასდროს. რეალურად. დებილობა არ მოწ. და მესამეც საცილო ის არის გამახსნა რიკ ენ მორტის ერთი მულტფილმი თუ გახსოვს მზერო კივის. გაქვს ეგეთი ისა ნახე? არა, არ მახსოვს. ეს ვიცი კი. და ეს გამახსენდა მზერვა მოდის და ყვირის რა. დავადებ თუ არ დაგვიბლოკა YouTube-მა, ოდნავ პატარა თი მივადებ. რამდენიმე წამიანს. სინამდვილეში მზე არის ძალიან ხმაურიანი და ძალიან დიდ ხმაურს იწვევს მზე. უბრალოდ იმიტომ რომ ბგერა, იცოდი ეგა ვაკუუმში არ გადაადგილდება, ამას ჭირდება რაღაც ატმოსფერო, ან წყალი ან ჰაერის მასები, ამიტომ ხმა არ გვესმის. თორე აუხსნე კიდე მაყურებლისთვისაც რომ იქ რახან გახურებულია ძალიან მზე და მაღალი ტემპერატურა და დუღილის პროცესი მიდის და ასე შემდეგ, ძალიან დიდ ხმაურს ეს ტურბულენტური პლაზმა ძალიან დიდ ხმაურს იწვევს რა. და ეს ხმა ჩვენამდე რომ მოდიოდეს, დედამიწაზე იქნება და დაახლოებით 100 დეციბელის ხმაური რა. რაც არის აი ასფალტის ამტრევი რო არის, რო ამტრევენ. აი ეგ ხმა იქნებოდა სულ. როგორც ახლა იქ ემოტიშეს კივილი რო ისმის. ახლოდან თან. ხო, ანუ ჰაი ყველგან იქნებოდა ეგ ხმა რა, მზიდან მომავალი.
მზის ზედაპირზე ისეთი ხმაურია ნატონი 150 კილომეტრზე რო აღწევს 100 დეციბელით რა იქნება მზესთან ახლოს რო იქნები რა მზის ზედაპირზე დაახლოებით 290 დეციბელს აღწევსო ანუ ეს იმხელა ხმარიო რომ მაგათად ადამიანის ქსოვლის დაზიანება შეუძლია რომ ახლოს იყო ისი ხმა დაგაზიანებს ფიზიკურად წარმოიდგინე მაგხელა ხმა აქ რა ანუ მე მაგათად ეს ამაზე არ ზამქონდა დაფიქრე ხე რომ გეკითხა შენ ეს დაგვთ თუ არა ხმა ალბათ ლოგიკური აზროვნით მივიდეთ მაგ დასკვნამდე, იმიტომ რომ იქ რა ხან ქიმიური პროცესი მიდის ამ ხელა მასშტაბზე ხმა იქნება, მაგრამ აი ამ ხელა ხმაურს რო იწევს ჩვენს მზის სისტემაში და თუნე გუგუნი მიდის, უბრალოდ გაგვიმართლა რომ იქამდე აერი არ არის და არ გესმის. თორე არის ისა რა ქვია. ხომ ესე მეც ჩემით არ მიფიქრია მაგაზე წაკითხული მაქვს. ნომბოსმენილი. მაგრამ მზეს რო უყურებ ხო ეს ამ ზერო ჩადის ხო ლამაზი არის. დრო კივისა. იქიდან მოდის აი როგორი ხმაური იცი. და ენა რო კონდეს თავისი და გვაგინებს. რიკენ მორტიშიც ეს იყო ალბათ ინსპირაცია ამ კივანა მზის. აი ესეც სამი ამბავი იყო ჩვენ სამყაროს და კიდევ ერთი ბონუს ამბავი მაქვს. აბა? სამყარო. ხო. სამყაროს ფერი რა არის შენ? რა ფერია სამყარო? შავი. მიუხედავად გავრცელებული წარმოდგენისა, რომ კოსმოსი კუპრივით შავი უფსკრულია, რომელიც ავსია კასკაშა იასამნისფერი და ლურჯი ნისლეულებით და სამყაროში არსებული მთელი სინათლის საშუალო ფერი, სინამდვილეში ანუ ყველა ფერი რაც კი სამყაროში არსებობს, რომ შეაერთო, სინამდვილეში მიიღებ ამ ფერს. ეს არის 2002 წელს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ასტრონომებმა 200,000-ზე მეტი galaktikis სინათლე გააშუალეს, ანუ საშუალო გამოიყვანეს. და ამ ფერს უწოდეს კოსმოსური ლატე. იმიტომ რომ ეს არის ბეჟი ფერის სინამდვილეში. ანუ სამყარო სინამდვილეში არის ბეჟი. იგივე როგორც კოსმიკ ლატე უწოდეს რა. აბა შემოხედე ფერზე. ფერი არ მაქვს ხალხ, მაგრამ არა, გიყობ თავარი ის და. კაი, ამასაც ამოვანათებ. აი ბაჟეც დაახლოებით ეგეთი ფერი, მას და მაქსიმუმ. ბაჟი ხო ცოტა ბეჟი არის. ბაჟა ბეჟია. სამი საინტერესო ფაქტი. გადავიდეთ. ძალიან საინტერესო სამი საინტერესო ფაქტი იყო. ხო. კაი, დასაფიქრებლად კაი ფაქტები. კი, კარგი იყო. გადავიდეთ თამაშზე. გადავიდეთ. თამაში კომენტარები რჩება? თამაში. მოკლედ თამაში იქნება ტაიმერი გამზადებულია. ხო. იმის მსგავსი, აი, მელუტებზე რო ვითამაშოთ. ხო, და რა ვერსიები გქონდა? ერთი იყო ბავშვი მსახიობები. ხო, და ერთი ის ანიმაციები. ანიმაციური ფილმები. ორი ვარიანტია. ბავშვი მსახიობები იყოს და გავიჭედებით და ესე ვისხდებით და ან ბავშვი მსახიობები იგულისხმება ბავშვობიდან ვინც გახდა პოპულარული. ხო, ბავშვობაში რამე როლი ითამაშა ისეთი. ხო. და მეორე ვარიანტი არის რომ ანიმაციები და მივაყრეთ ეს სწრაფად წავა და რომელი გაიჭედება რა. სად უფრო თავდაჯერებულად გძნობ თავს? ანიმაციებში. იყოს ანიმაციები. ნებისმიერი მოსულას სერიალი ანიმაცია, დისნეის ანიმაცია, Cartoon Network-ის ანიმაცია და შემდეგ. ხო. ქართულიც. კი. ხო და მაგას ვამბობ, ანუ ბოლოს ალბათ დრო არ გვეყოფა მაგაზე რა, იმიტომ რომ არ მგონია გავიჭედოთ. ნუ იტყვი. დაიწყებ თუ დავიწყო? დაიწყე. ტომი და ჯერი. ალადინი. ჯონა თქვა და მე დააჭირა. მიკი მაუსი. მზეთ ნახავი და ურჩხული. ჯერ თქვი და მე დააჭირე. კაი, ხაბალას მოდი. ეხა შეცეკრეკენ. ტომი და ჯერი თქვით ხო? კაი, ის აფი. ბუშტებს უთხრინოს კაცს. ხო. ვაიმე, მძინარზე თუ ნახავი. Toy Story. Lion King ისა, მეფელომი. Wall-E. არ ყოფილა მარტივი, Inside Out. კარგია. Rango, ხულიკიროა. არ ვჯერა, Pocahontas-ი. Shrek-ი. Puss in Boots. ალადინი თქვი ხო? დიდი მულტფილმებიდან.
ვა, რატო გავიჭედე? მაგრამ დონალდ დაკი და ესენი პერსონაჟები ცალკე მულტფილმად ითვლება? აი მიკი მაუსი დონალდ დაკი ცალკე მულტფილმია? ხო, აუ არ ვიცი, ეგრეთ არის მე მგონი ცალკე დონალდი რო არის მარტო. ხო. ეგრე დონალდი. პრინცესა და ბაყაყი. სკუბიდუ. ისა დექსტერის ლაბორატორია. გადახვედი იმაზე უკვე. Powerpuff Girls. ფიფიქია და შვიდი ჯუჯა. Samurai Ninja. Ninja Samurai კი არა. Samurai Jack, Ninja. მულანი. Simpsonები. კონკია. Family Guy. Rick and Morty. South Park. ესა Courage the Cowardly Dog. რა ხაშენი კენ მორტი თქვი Stitch. Bambi. South Park. წაღან არ თქვი? წაღან თქვი, მე უცებ მეგონა Bambi მდევდა. Guy. ჯიგარია, იგივე თქვა და აჭირა. Bambi თქვი? კი. ჭხიფთა ქორწილი. რითი დავიწყე? არ მახსოვს. კაი, მე ტომი და ჯერით. ისა, ჯონი ბრაო. ბაბაჯანა. ესეთი ქართული მოთმინი იყო, მოდა. ეს მანქანები რო არიან, რა ქვია იმას? მანქანები. პიპო პაპო ერთმანეთს ესე ქვია? მე Cars Disney. მაშინ, კაი. თუ ეგრეა. B-movie. პოდკრებზე როა. ისა ლუკა. როკო. კოკო. გიტარისტი ბავშვი რო არის. ხო. რანაირად გავიჭედე, ისა ეგვიპტის პრინცი. აი ქართულად როგორ დავუბრუნდეთ. დექსტერის ლაბორატორია თქვი. მაშინ ნიკოლოდიონის Hey Arnold. მე გავიხსენე იმ დღეს ეს მულტფილმი. ფეხბურთის ბურთის ნერი თავი რო ქონდა. სტიუი გრიფინივით. მოიცა ძველებში რა კონკია ვთქვი? მახსოვს. კონკია. მონსტრების კორპორაცია. How to Train Your Dragon. ისა ბრეივი. რაპუნცელი. რაპუნცელი ის არ არის? თავგირო არის ეგ არის? რაპუნცელი არის ისა? გძელი თმა რო. გძელი თმა რო აქვს და მაშინ რატატუი. რაპუნცელზე გავახსენე. დავიჭერი რაპუნცელია ეს და ის თუ რატატუია ეს. კარგი. ვაიმე? Toy Story თქვი ხო? კი. Swan Princess. ეგ არის. Disney-ში არ არის. ნუ პაგაძი. Despicable Me. ის რა სოფლის შენებას რა უნდა რო არის? ქართული. ქართული მტრობა. სიზმარა. მე უფრო ცოტა დრო რატო მაქვს? რა მართლა გათავდა აღარ არის.
ერთი წამე. აი აქ გაგაკს შპარგა გაგაკ მაისურზე. აი ეს ცალკე შეიძლება ვთქვა? ნუ არა. ხო ცალკე ხაზი არის მულტფილმების. ხო აი რავი გუფი კი არა და გუფი. პლუტო, მაგრამ დაგეჭერა. და პლუტო. პლუტო ცალკე არ არის, გუფისთან ერთად არის ხოლმე. ორივე ერთად ოდის არის კაცო, ის ცალკე, ეს ცალკე. კაი. ესე მახსოვს რა. ესა. Bugs Bunny. Roadrunner ქვია მე მგონი, ბი პროჯექტს და დაბეჭდა ეს კოიოტი რო დაძლევს. ეგ. Right. ვაიმე. ხილათიანე. აუ. შენ გაკ კიდე? რაღაცა იქნება კი. მოკლე მეტრაჟიანებზე გადავიდა იქნებ. ესა. ყველაფერს რატო ვაგებ? წინა ხომ მოვიკერა უშოს. იქ მინდა უყურო რომ მორჩება. ბამ. ამას არ ქონდა ხმა მე გავაკეთე. მადლობა. დარწმუნებული ვიყავი რომ მოვიგებდი. რატო იყავი დარწმუნებული? იმიტომ რომ მე უფრო შენზე დიდი სტაჟი მაგ ანიმაციების ყურების. ხო, მაგრამ მე უფრო უყურებ რაღაცები ძალიან ბევრი შენ არ გქონდა დანახი და მე მქონდა. მაგალითად? მაგალითად რატატუი ხა ხანს არ ნახე, განახე? აი ერთი რატატუი. ფუსინ ბუცი ნახე გქონდა? ფუსინ ბუცი არ მქონდა ნახე. კიდე არის ეს კოკო. ეგვიპტის პრინცი მეთქი, კოკო. კოკო. არ ვარ კმაყოფილი. მოიწყენე? უკეთესად შემეძლო. მოვიწყენე. შენ ხო გამხიარულდი? Rick and Morty. სტიჩი როგორ გაგახსენა? რა ვიცი? შენ საყვარელი მულტფილმი რომელია? ყველა საყვარელი მულტფილმი. ყველაზე საყვარელი მულტფილმი ალბათ Lion King-ი. შენი? ყინულები ჩამოინგრა? მედია ვინმეს არ დაეცა. ალფი წამოხტა. სხერპლი არ არის. ხო და შენი საყვარელი მულტფილმი რომელია? აი ეგრესი მიხედვით უნდა განსაზღვრო, ანუ ყველაზე ძნელად გივასებოდა ყურება თუ ეხლა ასასწული რა ყველაზე კარგია. აი ყველაზე დიდი სიამოვნება ცხოვრებაში ალბათ ტომი და ჯერის აქ მონიჭებული ბავშვობაში ისე მიყვარდა. მაგრამ აი ხა ვიტყვი რომ Family Guy. მიხდი? აი Family Guy არის აი ხა რო თქვა ცხოვრებაში ერთი ანიმაცია დაიტოვე რომელსაც ნახავ იქნება Family Guy. ან Toy Story, მაგრამ უფრო Family Guy, იმიტომ რომ Family Guy-ის იუმორი ისეთი ისე მიყვარს რომ ხო, არ ვიცი. ეგრე? ხო, Family Guy არა, ნამდვილად. ჩემთვის. ტომი და ჯერისა შეიძლება დავფიქრდე. აი ხაც რო უყურებ ისეთ შეფერია. Family Guy-ის იუმორი არის სასწაული, ეს აუცილებელი. ისე მიცინია Family Guy-ზე, რომ აი ფილმზე არ მიცინია. მულტფილმი ხო იუმორი არ არის მარტო. არა, ხონვე ხაი, რაღაც სილამაზით თუ შეაფასებ, ხო, ანუ ბევრი კრიტერიუმი აქვს თუ შეფასების მაგითო გეუბნები რა. გადავიდეთ შემდეგზე, ნაწილზე. გადავიდეთ. სუსტი აღმოჩნდა ანიმაციებში და გადავას. გადავიდეთ. რჩევებზე. რა გაქვს დღეს? დღეს ეს რჩევა მომფიქრდა რა. ისე ჩაიცინე რომ მეშინია უკვე. არა, ის რაც გითხარი, არ გადამიფიქრებია. ძალიან დიდი ხანი ვეძებდი იმას ორ დინამიკს, რომელსაც კომპიუტერ შევერთებ რა. ხო. არა სტუდიური, რომელსაც რაღაცა საუნდ კარტები რაღაცა პირდაპირ შეარჯობ იმაში და ბოლოს ვიპოვე Edifier-ის დინამიკები. ამოვანათებ და არის იაფი არის და ძალიან კარგი ხმა აქვს ფასთან შედარებით. ვიზუალით ჩვენიერი აქვს, ესეთი კლასიკური შესახედაობის არის და
ალბათ ერთი 5-6 მანამდე გამოვცვალე ზოგი ზომით არ მომწოდა ზოგი ხმით და რაღაცა და ეს რაც ვიყიდე რამდენიმე წელია მაგ არ გაფუჭებულა გადასარეთ მუშაობს კომპიუტერი თითქმის ყოველდღე ჩართულია ერთ რამეს დავამატებ მუსიკაც კარგად ისმინება მონტაჟის დროსაც გადასარევია კინოსაც მინახავს ბევრი და შემდეგ და 7 კილოიან კატას უძლებს უკვე ეს თაროს დამსახურება არის მაგრამ მოგეთ კარგი დინამიკებია Edifier-ი ბრენდსაც გირჩევთ რა ღირდა 200 რაღაცა არ იღირდა რა ორი დიდი დინამიკი არის და ამ ხმისთვის და ხარისთან შედარებით გადასარევი ფასია კარგი ისეთი თუ გინდა რომ ეგრევე შეუერთო კომპიუტერს და რაღაცები საუნდ კარტები და ესინი არ დაგჭირდეს სასტრაფოს გამოძახება მისტერ მასტერი რაღაცა ხო არა ხმა მართლა კარგი აქვს სხვა ახლა ვერ ვერკვავი ხო ახლა მაგალითად მუსიკას არის კიდე რაღაცა დინამიკები ალბათ ხარისხით უკეთესი მაგრამ აქაც რო უსმენ ხოლმე მაყოფილებს ამის ჟღერადობა რა მეც მომწონს ახლა სხვა რაღაცებში ვერ ვერკვავი მაგრამ ის ხმა მშვენიერი აქვს ხო შენ მაგრამ რჩევა ბოლოს არ უნდა ყოფილიყო კომენტარები უნდა წაგვიკითხო კომენტარები უნდა წაგვიკითხო კაი იყოს ახარჩევამდე მივედით რჩევა იყოს და მე წავიღოთ კომენტარები მე მინდა გირჩიოთ სერიალი ვურჩიო ჩვენს მაყურებელს რომელიც ახლა ხანს ნახე მე გიოს ნახე ქონა და გიო მაჩვენა ესე იგი სერიალი იდეაში არის კომედია დიდი ხანი გეჩალიჩებოდი რომ მეჩვენებინა გეყურებინა მოკეთ ჩემი საყვარელი რიკი ჯერვისის კრეატორი არის შემქმნელი ორსამივეს Afterlife ესე ქვია არის პატარა სერიალი 3 სეზონი 3 სეზონი 6 სერია ხო ბრიტანულ სტილში და ესე Netflix-ზე დევს მოკლე აღწერა რო გავაკეთო ემოციების 5 წუთი ვტიროდი მე 5 წუთი სიცილისგან ვტიროდი აი მთელი ეს სერიალი ესეთია რა და მე მგონია რომ აი რა ვიცი რომ მითხრან რომ აი უთხარიო ხალხს რომ აი ერთი რაღაცა უთხარი რომ აი ყველა ნახავს უეჭველი ანუ ერთი რაღაცა უნდა უთხრა რასაც ყველა ნახავს რა უეჭველი ყველა ნახავს ერთი რაღაცა რაც გინდა რომ ყველას ნანახი კონდეს აი ვთვლი რომ ყველა ადამიანს უნდა ნანახი კონდეს რა ისეთი ემოციები დამიტოვა მე საოცარი და ყველაფერი სასწაული არის როგორ თამაშობენ როგორი პერსონაჟები არიან როგორი დრამატურგია როგორი სტორია იუმორზე ხო აღარ არის ხო და ძალიან ადამიანური არის რა და მძიმეც არის ხო ძალიან მძიმე არის ჩემთვის მძიმე იყო უფრო სატირალი არის მაგრამ ალბათ ერთნაირად დოზით არის იუმორის და სტილიც კი და მოკეთ გირჩევთ და აი ძალიან გამეხარდება ჩვენ მაყურებლებიდან ერთი ადამიანი მაინც თუ ნახავს რა ვისაც ნანახი არ აქვს პოპულარული სერიალი რო გამოვიდა მით უმეტეს მაშინ Netflix-ზე ერთ-ერთი ის იყო რა მაშინ პოპულარულ სერიალებში იყო და ბევრს ექნება ნანახი და ვიცი რომ აქვს ნანახი რა საქართველოშიც და რიკი ჯერვისი ზოგადად ეს არის გენიუსია კი და ყველაფერი მომწონს მე მგონი რიკი ჯერვისის ერთი იყო Life Too Short სერიალი, იქ თვითონ თავი როლი არ აქვს, თავი შექმნილია და პროდიუსერია, მაგრამ ისე არის, მეორე ხარისხოვანი როლი აქვს. და ერთი არის კიდე Idiot Abroad, იმასაც ბოლომდე ვერ მივხვდი და იქაც ანუ, სადაც თავი როლში არის თვითონ და თვითონ არის რეჟისორი და შემდეგ ყველაფერი ნახება, ფილმებიან, სერიალებიან, სტენდაპებიან. რადიო შოუებიც კი მაქვს მოსმენელი BBC-ზე თუ BBC რაღაცა, რომელიღაც რადიოზე გადიოდა. რადიო პოდკასტი ქონდა ადრე და ისინიც კი მაქვს მოსმენელი. მოგეთ რიკი ჯერვისი ძალიან მაგარია და ხო აქ ამ Afterlife-საც შეეხება. იდეაში რწმენაზეა. იმედზე, სიყვარულზე. საერთოდ თლიანობაში სიკეთეზე. სიყვარულზე არის. ხო, ეს საბოლოო ჯამში ეს ყოველთვიანობა შეიძლება ესე მოხარშო. მაგრამ რწმენაზეც არის და ზოგადად რიკი ჯერვისი ძალიან ხშირად ეხება ხოლმე ამ რწმენის და ათეიზმის საკითხებს და ხო. მოკეთ დერეკი დაგჭა რიკი ჯერვისის ნამუშევრებიდან დაგჭა სანახავი დერეკ. ხო. და მოკეთ კი მე როგორც ვიცი ითვლება რომ ახლა რიკი ჯერვისის ოფისი ყველაზე ესეთია ხო?
პოპულარულიც და პოპულარული ოფისი ნახვადიც ახლა და ოფისი შემქმნელი ოფისის და ახლა და ყველაზე მაგარ სერიალათაც ითვლება ხო დანარჩენები პოპულარობით არ შეეძრება ოფისი რა ხო და მე მგონია რომ ოფის ეს afterlife ხო მირჩევნია და ექსტრასიც ბევრად მომეწონა ვიდრე ოფისი ან შეიძლება იმის ბრალია რომ ამერიკული ოფისის ის გავხდი მე ხო გიჟი ხო მოკეთე ხავედი სხვაგან afterlife აუცილებლად ვისაც არ გაქვთ ნახი ნახეთ და ვისაც ნახი გაქვთ კიდევ ნახეთ ხო მე კიდევ უყურე კონცერტსთან ერთად და ვისი ამონი ისე და დაიტანჯა ჩემი ჟღლინდებით ანუ წრემლებით კომენტარები წინა ეპიზოდის კითხვა იყო დაგვიწერეთ თქვენი საყვარელი ფრაზები ქართული ფილმებიდან და 24 კომენტარი აქვს ზურაბ ფიროსმანაშვილი იმდენად რთულია ერთი რომელიმე ფრაზის ამორჩევა რომ ვერ ავარჩია გადაწყვეტა სატელევიზიო დადგმა თქვა მთლიანად ეს არის ერთი რამის საყვარელი დაფარვა რომ სჭირდება სადაც ეროსი და აი ხა ამ კომენტარს პირველად ნახულობ 4 დღის წინ. არა, მე ნახევარ და დაგულებულიც. ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ სჭირდება, სადაც ეროსი და გოგი გეჭკორი განუმეორებელ დუეტს ქმნიან. კი, მართლა მეც ძალიან მიყვარს და ძალიან მაგარია. იუმორი აქ ნაკლებია, თუმცა საოცარი საყვარებელი და ვისაც არ გინახავთ არინანებთ. ამ დადგმიდან უკანასკნელი სცენა დაახლოებით 7 წუთი გრძელდება. ყველა ადამიანმა უნდა ვუყუროთ ყოველ მეორე მესამე დღეს. გავითავისოთ და უკეთეს საქართველოს შექმნით ცოტა გავასერიოზულებ აპატიეთ. ერთი რამის სიყვარული დაფარვა სჭირდება. კი, ძალიან მაგარია მართლა და ეგ იყო და მეორე იყო, მგონი ისა გვადი ბიგვა, კიდე ეგეც სატელევიზიო დადგმა, ეროსი მანჯი გაძებდა. რაღაც ხშირად გადიოდა ხოლმე ადრე ეგ, რაღაც ატრიალებდნენ. ია წერს დამთავრდა წაიცახში. ეს არ დაიდერდოში არ არის? მგონი ხო. თუ სიყვარული ყოველს უნდაში არის. კინოში რო არიან? არა. არ დაიდერდო არის მე მგონი. თუ სიყვარული ყოველს უნდაშია. კინოთეატრში დამთავრდა წაიცახშია. არა, იმერული ესკიზებია. ხო. კინოში რო წაიღო. აუ, რამდენი მოვედეთ ხო? იმერული ესკიზებია. დავით კაპანაძე ცისფერი მთებიდან რატომ ბრაზობსოსო? კი, გენიალური კითხვა იყო და ვინმე რომ ბრაზობს, ესევე კითხები ხოლმე ამ მთები და გამოთქმითებაც კინოშია. მარიამ ჩაგე ლინკი დააკომენტარა. გიტარა იყო ესა? დათათუდაშია და დედა რა იყო ეს? დავკარგე ვიდეო, გადავიდა სხვა ლინკზე. იკაჯავა, მიმინოში რო არიგებს მიზანდარს მამის ვალიკო თუ სადმე შეგხვდეს, არ მოკლა, ხო იცი რა დროა სხვანაირად გაიგებენ. სოფი ჯიბ, იცი რა არის სიყვარული კუკარაჩა? სოფი ჩვენი ჩემი ბიძაშვილია. ჩვენ კარგად ნაცნობია. სოფი მომესავთ არის, შოქალქში რო გოგი იყო. სულ ახსენებდნენ და რა არ ჩანდა. იცი რა არის სიყვარული კუკარაჩა? ყველაზე დიდი ნიჭი, რაც ღმერთმა ადამიანს უბოძა და უბედურია ის კაცი, ვინც ამ ნიჭის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან. აი ესეთი ფრაზა გაიხსენა. კი ბატონო. RFTL channel დედა ლაუკოლა. ეს მოსაიდან არის? ეგ არის იმაში, უბდიპლომო სასწავლში. ნინოა იძახის ხო? ხო? ხო ეგ ამბობს. კი, ეგ ამბობს, ხო. გიორგი ნიკოლიშვილი 99 გამარჯვებული ჩვენი გათამაშების. ხო. რაკენი გუდუნა ეს? შენ თუ ინტრიგანი არ ხარ ჩვენ კატრეთში ხორცრა უნდა. აბა ეს აიდან არის? და ნუ შენ მოკალი წერა. შენ თუ ინტრიგანი არ ხარ ჩვენ კატრეთში ხორცრა უნდა. გახსოვს ეგ სცენა საერთოდ? ვიცი, მაგრამ აი რაღაცა. სოფრიაში ყველაზე სწრაფები. ხო და ვერ ვიხსენ. მანდარი რაჭველებზე რო არის, ანუ რამაზ გიორგობიანს რომ მიყავს და ერთმანეთს რო ეჯიბრებიან, იმერელი და რაჭველი. ხო. და მანდარი თან ეს ჩანახატები ესე რა რაჭული ისინი და იქ სასადილოში შედის რაღაცა თქვენმა კატრეტმა მომწამლაო და ეს. ხო. მე ბუფეტე კატრეტის გამკეთებელი ვარ, ნუ შენ თუ ინტრიგანი არ ხარო ხორცის ადნახე ჩემ გაკეთებულ კატრეტში. ჯორჯ 27 აბუ ეს გზა ღვთისმშობლის დადართან მიმიყვანს მონანიება. მაგარი ფილმია. თიკო ჯაფარიძე ხომ გითხარი გაფრინდებიანო შეგალსტუკიანო პეპელა კი ბატონო გადასარევი ხომ გითხარი გაფრინდებიანსაც ხშირად ვყავ ხოლმე შესაძლოა მე აი რაღაც რო ჯერა და რაღაც მოხდება და აი ხო ვიძახდის მაგერად არის ხომ გითხარი გაფრინდებიან სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი
გიორგი პირველაშვილი შერეკილები. დამბაჭა მესროლი მომკალე, არა ნუ მოკლა დამჭერი. გადაიფიქრა ბოლოს. დრაბო 2K12. აქ რა მოგიყვანა შებარაკიანო შენ კი ბატონო ჯარისკაცი მამა. MZH 994. ბავშვობიდან აქ ვზივარ, ქვევრი. ჯერ რაც ეთერი რო ვერ გავიხსენეთ, ხო? მე ვერ გავიხსენე. ანუ ჩვენ ხო გავიხსენე. სკულებმა. ბურთიდან მოედანი ოთარ. ბურთიდან მოედანი დეპეშა გამოაგზავნე, რომ შენი სიდიდრი გათავდა, მაშინ ჩემი. და საერთოდ იპოლიტეს ნებისმიერ. იპოლიტე დასაცილე იყო. ირაკლი მიეცი ამეთვის თუ მიეცი ლონდრე. TQM Calvert ხომ გითხარი გაფრენდებიანო? ეს უკვე ორჯერ იყო. ეს არის მეგონი ორჯერაც იყო, ხო? ხო. გიგაური თუ გიგაური. თოვლი გიყვარს? მოვა ეს ძალიან სააცილოა. სიყვარული ყავს. იმაში სადღაც რომ მიყავს ჩაი პროზერვაციაზე. თოვლი გიყვარს? მოვა. სოფო ისევ გახსოვდეს ხის სიმაღლე მიწისზევიდან კი არ იზომება ფესვებიდან. რამდენი საყვარელი ფრაზა მქონია, მაგრამ ჩემი გურული მე, ბებია და ილიკა. კარგი ხარ. მე ბებია ილიკა და ილარიონით დავასრულებ. რა უნდა ბიჭო რუსულის სწავლას? მე სპეციალურად. უბრალოდ. რა უნდა ბიჭო რუსულის სწავლას და რუსეთი რუსულად ლაპარაკობს კი ბატონო. ეს გახსოვდეს ხის სიმაღლე მიწისზევიდან კი არ იზომება ფესვებიდან, ფილმი ფესვები? კი. თუ ენერგები. ფესვები ქვია. ფესვები კაცო. დოდოობაში ზე რო თამაშობს? ფესვები. თუ ენერგები. ხეჭეჭურისის რო დააქვთ. გივი ნიკოლეიშვილი. ყემლი ცულსხვა მხატვრული ფილმი ლაზარე. ეს ვერ გავიხსენებდი. ნუ მე თვითონ ეს მხატვრული ფილმები. რაკენი გუდუნა ეს დათოშია, ყუფარაძეს რომ არ დაერეკა, კი ბატონო. და ზოგადად ის სრული საზეპიროებ ხის ტყავსანებითაც ის მე ვთქვა, კი ბატონო ეგრეა. ჭუჭყი ჭლექი ტალახი ძონძი. ვანია მეტრეველი. ჭუჭყი ჭლექი ტალახი ძონძი. არ მახსოვს ვერ ვიხსენებ. ვა, ეს იყო როგორ გავიხსენებ. მეც ვერ ვიხსენებ. გიორგი შუშაძე, ბევრია, მაგრამ 3:11-ისგან რადიკალურად განსხვავებას დავწერ. ვაჟა ზაზაევიჩის კომსიკომსა ჩემო შუქრი. ცხელი ზაღლიდან ფოთში ნოდარ გომართელის დაკითხვის დროს ნავი ჩემია მინდა გადავწო მინდა არაო და პოლიციელი ედე მეუბნება მასე ტრაკი ჩენია, მაგრამ გაბედი და მიეცვირმეს თუ არ მოგაკეროს როკი მამათ მავლობაზეო. და შერეკილები, რომ იცოდეთ რა პატივს ავსცემ მე ტიტანურ აზრებს. მესამე ხშირად გამოყენებადია ცხოვრებაში, ბევრია საქართველოში ტიტანური აზრებს. კარგია. ტიტანურ აზრებს. გალარდო გივი მივლინებაშია და თვის ბოლოს ჩამოვიდა და დავძანი დაელოდეთო. საოცარი პერსონაჟია მაგის ყველა ფრაზა განსაკუთრება. მაშინ სოფო ამ გივის სავით უფრო არის ვიდრე გოგი შუაქალაქის. ეს სხვა ჩანს. კი. შესრულება იდეალურია. ნასტუდენტარი ფიზიკოსი კიდე შერეკილებიდან. ისე რიკი და მორტი შერეკილების ბიძიებაბოა და ერთაუზე არიან ოღონდ სხვა განზომილებაში. ონუ კლასიკა. ჯესი და ვოლტერ ვაიტიც Back to the Future-ის. Back to the Future-იც, ხო, ეგენი არიან. მასწავლებელი და მოსწავლე ის არის რა. კლასიკა არის. ხო. და ბოლო ნინო ფუტკარაძე. უი. დედა ჩემი. მოგეთხოვ. თუ გაქვს საქმეზე მიდიხართ, მეც წამიყვანეთ. კი, აბი გლუკოზა, გველი გამიზდია უბეში გველი, ეს უკვე არაჩვეულებრივი გამოფენა. ხო. ეს ალბათ თანის იყო ბოლოში, გველი გამიზრდია უბეშიო, მე გულისხმობ. იმიტომ რომ წინაზე ეს ტეტრისის თამაშზე რომ ვილაპარაკებია, ჩემი თამაშობდა მეთქი ტეტრისს, რომ დამირეკა და ეს რა სირცხვილია, რა სიფიკა. ხო. მადლობა ყველა კომენტარის ავტორს. კომენტატორი, ესე ქვია, კომენტარის დამწერს. კომენტატორი. მე-9 ეპიზოდიც მივამთავრეთ. იმედია, საინტერესო იყო, ტრადიციულად განსაკუთრებული მადლობებით ბოლომდე შემორჩა იმას. მადლობა დიდი. და იმედია რაღაცა გაიგო მაყურებელმა ახალი, რაღაცა დარჩა, სასიამოვნოდ გაატარა დრო. იმედია მოგეწონათ. კი ბატონო. ხო, იმედია ეს ახალი განათებაც უკეთესად გამოიყურებოდა. ხო, და დაგვიწერენ იმედია რაღაცას. რამდენი იმედია ვთქვით? იმედი მოგიშალოს ღმერთს. იმედია. აპე.
დავამთავრეთ. მადლობა დიდი და შევხვდებით ერთ კვირაში. მომთავრებდი უკვე აქ უნდა ის წასულიყო. რა? კუდი. კუდი? მოკუმა კუდი? შენ უნდა დაგეკრა. ეგ არ თქვა? თქვი? მოკლედ ესეთი იდეა გვაქვს, რომ რადგან წინა ჩემი დაკვირები დაკვირას კარგი ისეთი გამოხმაურება ქონდა და რამდენიმე ისეთი სასიამოვნო კომენტარი მივიღეთ. ძალიან სასიამოვნო იყო. ფიქრობთ, რომ ესე ტრადიციასავით გავხადოთ. რომ რაღაცა პატარა ნაწარმოები შევასრულო ხოლმე. სავარაუდოდ ბოლოში ალბათ. იმიტომ რომ ვისაც არ უნდა ვისაც არ უნდა მოსმენა მუსიკის. ხო, მოკლედ რაღაცნაირად უფრო გამომუსიკალურებთ და რაღაცა მეტი მუსიკა შემოვიტანთ. ხო, რა შევაწყინოთ თავი მოკლედ ახლა დიდად ვიღაცა შეიძლება სულ არ უნდადეს პოდკასტის მოსმენის დროს მუსიკის მოსმენა. ამიტომ ალბათ სავარაუდოდ ბოლოში იქნება ხოლმე და ეგ ხო არის რომ სცენაზე თოფითო კიდეა სადღაც უნდა გავარდეს აუცილებლად. ეს არის პატარა კლავიშები ხო ჩანს ხოლმე და ჩემი კლავიში. სადღაც უნდა გავარდეს. მადლობა, დავამთავროთ. წავიდა კუდი. მადლობა.